მოგესალმებით, ეს არის უკარო სტუდია და მისი პირველი პროექტი ჩემი გუნდია და შენი გუნდია ირაკლი River Plate. შვენიერი. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემა იწერება Click Production-ში და ჩვენ ტექნიკურად სრულად უზრუნველყოფს ეს შვენიერი ადამიანების გუნდი. ირაკლი, მე შენთან პირველი კითხვა რა. არგენტინაში ბევრი გუნდი არსებობს, River Plate, Boca კიდე სხვებზეც ვისაუბრეთ, იმიტომ რომ River Plate-ის გარშემო ძალიან ბევრ გუნდს აქვს, ესე ვთქვათ, იმის ამბიცია, რომ პირველები იყვნენ არგენტინაში რა. შენი ისტორია მაინტერესებს, საიდან დაიწყო River Plate-ის გულშემატკივრობა, რომელი იყო ის პირველი მატჩი და ზოგადად რომელ წლებში დაიწყე, ესე ვთქვათ, River Plate-ის აღმოჩენა და მერე მისი გულშემატკივრობა. პირველ რიგში მინდა წარმატებები უსურვო ამ პროექტს, ერთ-ერთი გულშემატკივარი გავხდი მეც, ძალიან საინტერესო წამოწყებაა და ყველაფერ გისურვებთ ბევრ მაყურებელს და ბევრ გამომწერს. რაც შეეხება River Plate-ს, ერთ პატარა ძალიან მოკლე შესავალს გავაკეთებ, რომ აი თუ დაკვირებული ხარ მაგას, რომ ფეხბურთის კომაგები, ქართველები ფაქტიურად იყოფიან ორ კატეგორიად რა. აი ის, ვინც 70-იანი, 60-იანი, 80-იანებში დაიწყო ფეხბურთის ყურება და გულშემატკივრობა, უმეტესად არიან ნაკრებიდან ნაკრების გულშემატკივრები, რატო? იმიტომ რომ არ იყო საშუალება სხვა მაშინ, ხო? როგორც არ უნდა მომენდომებინა River Plate-ის კი არა, რეალის თამაშებს და იმებზე იყო ერთი ხალხი დადიოდა იმ პანტიანში იმის საყურებლად. ამიტომ მასიურად ფეხბურთი იყო სანაკრებო. ევროპის ჩემპიონატი და რა თქმა უნდა მსოფლიოს ჩემპიონატი. იმიტომ რომ აი ჩემი თაობა, ჩემზე ცოტა პატარები არგენტინის გულშემატკივრები არიან, რატომ მარადონა ნახეს ლაივში, არგენტინის პირველი ჩემპიონობა ნახეს ლაივში. ცოტა ჩემზე პატარები იტალიის, იმიტომ რომ ის დიდებული იტალიის ნაკრები 82-ს. ეხლა რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ კატენაჩო და სამი ფრიდ გავიდნენ ჯგუფიდან, ძალიან მაგარი იტალია იყო ისა, ძალიან კარგი ფეხბურთელებით. ჩემზე უფროსები, აი დაახლოებით 5-6 წლით უფროსები არიან, ან გერმანიის, ან ნიდერლანდების ფანები, რატო? რომ აი კრუიფის ჰოლანდია და ბეკენბაუერის გერმანია. თან გერმანია 80-ში ევროპის ჩემპიონიც გახდა და ასე შემდეგ. და ასევე ძალიან ბევრია ჩემზე ცოტა დიდების პატარებს ბრაზილიის ფანები, იმიტომ რომ თვითონ ბრაზილიის ფანებიდან ვიცი, რომ აი საუკეთესო 82 წლის ნაკრებს წლიან საუკეთესო, ზიკო, ფალკაო, ალემაო მართლა ძალიან მაგარი გუნდი იყო, ამიტომ გაჩნდნენ ამიტომ ძალიან დიდი გულშემატკივრების არმია ყავს ბრაზილიას საქართველოში, მაგრამ აი 90-იანებიდან ვინც დაიწყო უკვე ფეხბურთის ყურება უკვე ჩემპიონთა ლიგიდან ამიტომა იქ რო ვიღაცა ამბობს რომ მე ბარსელონას და ესპანეთის ფანი ვარ, ბარსელონას და არგენტინის უკვე მესის გამო, დავუშვათ რეალის და კიდე ვინც იყო თქვა რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელი. ჩვენი თაობა უფრო ნაკრებიდან მიდიოდა კლუბზე და შედარებით ახალგაზრდა თაობა პირიქით კლუბიდან წამოვიდა ნაკრებზე. ძალიან ბევრს ვიცნობ, რომელიც ბარსელონას ფანია და ზოგი არგენტინას გულშემატკივრობს, ზოგი ესპანეთს და ასე შემდეგ და ამ დროს კლუბებს ნაკრებიდან ჩემი თაობა და უფროსები ირჩევენ პირიქით, რომ აი მე რახან არგენტინის კომაგი ვარ, მოდი იმ გუნდს უკომაგებ, რომელიც არის სადაც ბევრი არგენტინელიან გამორჩეული არგენტინა. რაც იტალიაში მრავლად იყო. რა თქმა უნდა, ამიტომ ჩემთვის აი ევროპაში უმეტესად ყოველთვის უფრო იტალიური გუნდებისკენ ვიყავ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არგენტინელი თამაშობდა 80-იანებში, 90-იანებშიც მერეც. და აი შენ ახსენე ეგეთი რაღაცა, რომ მარადონას პერიოდი რა. ხო. მარადონა იყო ბოკა რა. ეგ ვიცოდი კარგად ახლა. ხო. მაგრამ მიუხედავად მარადონას იმისა, რა ქვია, კულტისა რა, მაინც აირჩიე საპირისპირო მხარე და ეს საპირისპირო მხარე რატო იყო? მოგიყვები ახლა, იმიტომ რომ საერთოდ სანამ მარადონას ნახავდი მე ლაივში მიშე რაღაცა გაგებული მქონდა, იყოს რაღაცა ტელეგადაცემებიც, რაღაცა შეიძლება რომელიმე გაზეთში შემთხვევით სტატიას გადაწყდომოდი, რომ აი ვიღაც ახალი სუპერ ვარსკვლავი გამოჩნდა, არგენტინელი მარტივი დასამახსოვრებელი თან მარადონა და ეს ვამბობ 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე, სანამ პირველად ნახავდი მარადონას ლაივში. და მანამდე მქონდა წიგნი, ეხაც მახსოვს ის წიგნი, რომელიც იყო სტატისტიკა და აი ამ 82-ში 10 წლის ხდებოდი და აი ძალიან გამიტაცა იმ წიგნმა, ჯერ ერთი იყო წინა მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ და ასევე იყო ნაკრებების შემადგენლობები. ნუ შავ-თეთრი ფოტოები იყო, მაგრამ ნუ მაინც ვიზუალურად ძალიან კარგი გასარჩევი იყო ვინ არის და რო წავიკითხე არგენტინის შემადგენლობა, 5 ფეხბურთელი იყო River Plate-დან. ფილოლი იყო მეკარე, პასარელა იყო კაპიტანი, ალონსო იყო,
ლუკე, მოკლედ 5 ფეხბურთელი ყავდა, მენოტის წაყვანილი, რივერიდან ბოკა იქ საერთოდ არ ეწერა. ეს მაშინვე დიდი კითხვის ნიშანი გაჩნდა, რომ როგორ ბოკა რა მაგარი გუნდია ესა და რატო არავინ არ არის ბოკადან ნაკრებში. ნუ მე მაშინ არ მიმიქცევი ამისთვის ყურადღება და მერე უკვე როდესაც გაჩნდა საშუალება საქართველოში რომ ევროპული კლუბები ცხადია, ამის პარალელურად უკვე სამხრეთ ამერიკა რაღაცა, აი იქედან წამოვიდა ჩემი რივერის მიმართ დამოკიდებულება, რომ აი 9 წლის რო ვიყავი, ციგნი რომ ნახე და ვინ არის მსოფლიო ჩემპიონი, თან ეხა მეკარე რომ მეკარის ეხა საუკეთესო მეკარი არგენტინის ისტორიაში ფილოლი ალბათ არ იყო, მაგრამ რა ხელმძღვანელობა აქვს მეკარის ხო ნაკრებისთვის ხო? ხო, ნუ არ მეკარე ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი და კაპიტანი პასარელა. და ცხადია წავედი რივერ პლეიტისკენ. გასაგებია რომ იქ ბოკაში მარადონა იყო ეს, მაგრამ რეალურად რო აიღო და აი ესე რიკელმეც იყო ეხა მე პერიოდშიც იყო, ბევრი იყო. ყველას პატივს ცემთ რა თქმა უნდა და გვიყვარს არგენტინის ფანებს, მაგრამ რივერს უფრო მაგარი ექსპორტიორი იყო ფეხბურთელების ესე რო ვთქვათ რა. ისეთი თუ არ ჩავთვლით მართლა მარადონას, ისეთი ფეხბურთელები არიან რივერიდან წასული ევროპაში სათამაშოდ, რომ აი თამამად შეიძლება ითქვას, რომ კი იმას მარადონა ყავდა, მაგრამ ამას ყავდა ომარ სიორი და ალფრედო დი სტეფანო. ეს ძველებზე ვამბობ და თანამედროვეობაში ერთი თავით მაღლა დგას რივერიდან წასული ევროპაში წასული ფეხბურთელების რაოდენობას და კლასიც ვიდრე სხვა არგენტინული გუნდებიდან. ნუ ეხა ბესის არ უთამაში დაბრუნდა რა უკან, ხა აკუნია დაბრუნდა, თუნდაც ეხა უკან. აბრუნებელი ტრადიცია. საკმაოდ კაი სევილიადან რა, იმ პერიოდის საკმაოდ კაი სევილიადან დაბრუნდა და ხო, ნუ ეხაც ჩემპიონატზე, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მივალთ ეხა, იმიტომ რომ სამწუხაროდ ხაშენი გუნდი გამოეთიშა, თუმცა მე მგონია რომ ის მეორე თამაში ფრერაც თამაშეს. ანუ სრულად უაზრო თამაში, ხო, სრულად უაზრო თამაში ხა. ინტერთან გაუჭირდებოდა იმ მხრივ, რომ ეხა ინტერი ცოტა ისეთი არის ჩემპიონთა ლიგის მარცხის მერე, ცოტა გაღიზიანებულია, უნდა რომ რაღაცა დაამტკიცოს კიდე რა, მაშინ თუნდაც ეგეთ რაღაცა უმნიშვნელო ტურნირზე მაინც უნდა და რეალურად ეხა რივერს ჩემპიონატს შანსი არ ექნებოდა, მაგრამ აი ფეხბურთს უნდა აკუნიამ ორი საგოლე პასი გააკეთა პირველ თამაში, უშუალოდ რა ქვია მაგაზე ვერ დავიმახსოვრე, ეს უცნაური სახელი პირველთან 3-1 რაც მოიგეს რა, ეხა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. ურავა რენდაიმ. ურავა ხო. ხო და საკმაოდ კაი თამაში ჰქონდა მთლიანობაშიც რა. მე არ ველოდი, იმიტომ რომ ბოლოს აი სევილიადან რო წამოვიდა უკვე რაღაცა და ინერტული გახდა, თითქოს ვერ თამაშობდა, მაგრამ აი თავის ქალაქში რო ჩამოვიდა უკვე მიხვდა რომ ანუ უკვე ყველაფერი მაგდებოდა რა. კეთილ მაგას აი ბოლო 2 წლის ტრანსფერები რო ნახოთ რივერის, გარდა იმისა რომ ნუ ორი რა, აი დავუშვათ ბოლო 5 წლის, ხო? ნუ იქ ალვარესი წავიდა სიტიში, მერე ეჩევერი წავიდა, ეხლა მასტანტუონო წავიდა, მაგრამ არანაკლები ფეხბურთელები იყიდეს. ზოგი დაბრუნდა, ზოგი იყიდეს. საერთოდ ეგ ტრადიცია სამხრეთ ამერიკაში ყოველთვის იყო ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, რომ აი ეს ევროპელი ვარსკვლავები ბრუნდებიან მშობლიურ კლუბებში რა. მაგაზეც პატარა ისტორიებს მოგიყვები მე თან რა პერიოდში ბრუნდებოდნენ და როგორც ბრაზილიაში, ასევე არგენტინაში რა. და ეხლა ნუ თითქოს ეს გავდა იმას, რომ აი ძველი ვარსკვლავები ბრუნდებიან. აი მარიც დაბრუნდა, სავიოლაც დაბრუნდა, ლუჩო გონსალესიც დაბრუნდა, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული, აი ლუჩომ კიდე რაღაცა ითამაშა, სავიოლს გოლიც არ გაუტარა. აი მარც მე მგონი, აი რაღაცა ღირსშესანიშნავი არაფერი არ გაუკეთებია. კიდე ვიღაცები დაბრუნდნენ, მაგრამ აი ეს ბოლო 2-3 წლის დაბრუნება და ტრანსფერები აჩკარად იყო რაღაცასთან დაკავშირებით, რომ აი გალიარდოა ხო მწვრთნელი, ნუ არგენტინულად გაჟარდოს ეძახია, ხო? თქვენ რო ჩართოთ ის ადგილობრივი არხები, გალიარდოს სიტყვას ვერ გაიგებ, იმიტომ რომ ბუენოს აირესის დიალექტით ორი ელი სადაც წერია, რაღაცა შ-სა და ჟ-ს შორის გარდამავალია რა. ხო და აჟალა მაგალითად, აიალას ეცა აჟალა. ხო და გალიარდოს რაც არის გახსნილ ფეხბურთს ათამაშებს რა, არ არის ჩაკეტილი და აი ეს ნახე რას ეძახი, რომ გადავთვალე მე 2 წლის ტრანსფერ მარკეტის მიხედვით ამათ ტრანსფერი, კაი 50 მილიონზე ავიდა. 50 მილიონის ფეხბურთელების ყიდვა სამხრეთ ამერიკისთვის, ხო? ეს რაღაცა განაცხადია. მეთქი რაღაც გეგმა აქვს აუცილებლად. იმიტომ რომ ლიბერტადორესი არ მოუგიათ, ნუ კაი ხანი გავიდა უკვე. ხო, არ აი იგი იყო რა ბოკასეს. ერთხელ ნუ ფლამენგოსთან წააგეს ფინალში და ამ დროს როგორი გუნდია, რომ ბოლო წლებში, ხო? 3 ფინალი ლიბერტადორესის, კიდე ერთი ნახევარ ფინალი და კიდე რაღაცა დასამახსოვრებელი მატჩები. თან 6 წელია ზედიზეც
სულ ბრაზილიელები იგებენ. აქედან 2 ბრაზილიური ფინალი იყო წარმოიდგინე. და ლიბერტადორესი და რა თქმა უნდა აქცენტი აი ამ სოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, თუმცა არ გამოვიდა რა და არ გამოვიდა რატო რომ ერთია რომ ფეხბურთელებს იყიდით, მეორე რა სად დააყენებ, როგორ დააყენებ, რაში გამოგადგება, ხო? აი ამ თამაშებში რივერის შემადგენლობაში ფაქტობრივად 11-ვე იყო ნაკრების რომელიმე ნაკრების მოთამაშე. ხო, მცველები აკუნია, მონტიელი, მარტინეს კარტა ეს ჩვეულებრივ სოფლიო ჩემპიონატზე იყვნენ 2-3 წლის წინ. ახალგაზრდულის რამდენიმე მონტიელი საკმაოდ კაიზისაც ჰქონდა სეზონი. მონტიელით ეხა ის ბოლო კადრი სოფლიო ჩემპიონატის კი ერთი დარტყმა კიდე ჰქონდათ არგენტინას გასატანი, მაგრამ ნუ რო გაიტანა მონტიელის დარტყმით არგენტინა გახდა ჩემპიონი, ხო? შუა ხაზში შეტევაში სულ ყველა ფეხბურთელი რომელიმე ნაკრების წევრი ან ახალგაზრდულის ან ძირითადის. მე უკვე მან ვეტერანებიც ხვევრი, ენცო პერესი, მაქსიმესა და ნუ აშკარად ეტყობოდა გუნდს, რომ რაღაცა ამბიციებით ჩავიდა იქ. და ნუ აი მთავარი შეცდომა იყო მონტერეისთან ვერ გამოიყენეს. მონტერეის თამაში ვინც უყურა რივერი მონტერეიზე ვამბობს, monterreis სრულად უშანსოდ იყო თამაში. 35 წუთის მერე მონტერეის კარში კი არა, მე მგონი კარისკენ არ დაურტყია რივერის და სულ რამდენჯერმე გადავიდნენ რა მოწინააღმდეგის მხარეს და რივერს ჰქონდა რამდენიმე მომენტი, ბორხას ჰქონდა, ერთ-ერთზე და გაუნდა გაიტანა და იქვე დამთავრდებოდა. და მიუხედავად სერხიო რამოსის არსებობისა, საერთოდ არ გამოიყურებოდა ის მონტერეის ის დაცვა რაღაცა გაუვალდა. ოდნავ მეტი ფანტაზია ინტერის რივერ პლეიტის მხრიდან და იქ გოლი გავიდოდა და 1-0-იც კი უკვე ფაქტიურად 100%-იან გარანტიას მისცემდა რივერს რომ გავიდოდა შემდეგ ეტაპზე. ნუ გავიდოდა ეხლა მე რას იზამდა კიდე ცალკე საკითხავია, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში უკვე ინტერთან პირველ ტაიმს კიდე არაუშავდა რივერის მხრიდან და მეორე ტაიმში უკვე გაქრა გუნდი. პლუს იქ კაცის გაგდება, პლუს პირველი გოლი და აი ჩამოიშალა და ბოლოს უკვე ეხა ტიპიური არგენტინული ამბავი იყო, რომ აკუნია მისდევს ვიღაცას მოსაკლავად. სტანდარტია. და ფეხბურთელები ხო ეკაჩებიან ვერ აკავებენ. სამწვრთნელო შტაბი და ლამის გულშემატკივარი ჩამოვიდა მოედანზე, რომ ეს კაცი გაეჩერებინა და ჩვეულებრივი ის იყო რა, რაღაცა კილერი, რომელიც ვიღაცას მისდევდა. საოცარი სცენა იყო, რომ ძირს დააგდეს ეს აკუნია და ნახევარ გუნდის ზემოდან დააწვა, არ გაგვისხდეს ხელიდან. ბოლო ნაწილი იმ თამაშის იყო ეგ, რის გამო რომ წააგე 2-0, წააგე საქმე, ანუ სიტუაციიდან გამომდინარე არ ქონდა რივერს საერთოდ არაფერი საინტერესო მეორე ტაიმში. მანდ იყო ის პრობლემა, რომ უნდა მოეგოთ მონტერეისთან, რომელთანაც საერთოდ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა მოგება რა. არა, კი, კარგადაც გამოიყურებოდა. ერთი კითხვა მაქვს, აი ზუსტად მორიგი ესე ვთქვათ, რაღაცა კიდე ერთი ტიტულის გარეშე მოდი ასე ვთქვით, მაგრამ ტიტულისკენ მიმავალ გზაზე გაჩერდა რა. აი ეგეთი რაღაც მე დარწმუნებული ვარ River-Plate-ის ბევრი რაღაც სხვა პერიოდში იქნებოდა თავისთავად. აი რომელიმე ესეთი პერიოდი ხო არ ქონია, როდესაც გიფიქრია, რომ აი კი გულშემატკივრობ, მაგრამ ღირს რო საერთოდ რო ისე გულშემატკივრობ, იმიტომ რომ ხა ეხლა ბევრად სტაბილური არის გალარდოს პერიოდში, იმიტომ რომ აი მართლაც სწორად აშენებს გუნდს, მე რასაც უყურებ, მოყვება. მარტო ტრანსფერზე არ არის რა, ანუ პოზიციურადაც ყველას ჩაყვა. ჯერ ერთი არმანის დაბრუნება სწორი საქციელი იყო რა მაგიმის რა ერთ-ერთი სწორი საქციელი იყო იმიტომ რომ არგენტინულ ფეხბურთში ხა მაინც თავისი ისა აქვს წონა აქვს რა და ასე თუ ისე ერთი სეზონი ესე ვთქვათ კოპას მხარესაც ჰქონდა რა არმანის ნორმალური მაგრამ არა არმანი ეხა რაღაცა ერთ-ერთი ძალიან გამორჩეული ფიგურა მარტინეს უბრალოდ ყველაფერი იქნა რა რომ პირველი მეკარე გამختارიყო და აი ქონია რაღაც ესეთი მომენტი რომ აი კი გულშემატკივრ წლებია მოყვები მაგრამ აი რაღაცნაირად ისე ხო არა ვარ რომ რაღაცა შეცვლა მომიწიოს გუნდის რა რაღაც ეგეთი ისე ევროპაში შემიცვლია ბევრი კლუბი აი დასაწყისში რას ვთქვი რა რომ რახან ნაკრებიდან მიდიხარ კლუბზე და არა პირიქით ხო შემთხვევით არის ნაკრები ერთი რომ აი რა უნდა მოხდეს რომ ამისკენ არ ვიყო მაგრამ კლუბებში პირადად მე ვარ მომთაბარე რა ისაც ბევრი არგენტინელია იმ კლუბში. და ინგლისში იყო ხოლმე რა, აი ჩელსი ხო ერთ პერიოდში აბრამოვიჩი რომ მოვიდა, უცებ გაიუსო ყველანაირი ვარსკვლავებით იმთან, ზოგადად სწორადაც წავიდა რა ეგისა რა, ანუ ტიტულებიც მოიპოვა, ან ტრანსფერითაც კაი ქონდა, ანუ ისედაც რა ფეხბურთელების მაიკები გასაკეთდა, კლუბისთვის იდეალურად დგებოდა რა.
მე ვხედავდი ხოლმე რომ ლონდონში ხა ის სტანდარტული გუნდის ცოტა ეგ ვთქვათ აი ჩამოუყალიბებელი ფანები ნელ-ნელა ჩელსის ფანები ხდებოდნენ რა მე იმიტომ რომ არა მარტო ლონდონში გიხარია რა უბრალოდ ის რომ შენი გუნდი მუდმივად იმარჯვებს რა ყველაფერს თავი დაანებო რა კი რა თქმა ხო და აი არგენტინაში ხა მე ესე უყურებ იმიტომ რომ ხა მეც რივერის ხა შენაირი გადამკვდარი ფანი ვერ ვიქნები ფიზიკურად იმიტომ რომ რივერს სულ ამ 2-3 სეზონი უყურებდი და უბრალოდ ჩემთვის უფრო საინტერესო რივერი აღმოჩნდა ვიდრე ბოკა რა ანუ დაახლოებით ისეთივე მომენტია იმიტომ ვარ მე ბარსას ფანი და არა რეალის რომ ბარსა არის იდეის ხო ბარსა სხვა იდეის მატარებელია ჩემთვის რეალი სხვა იდეის და ჩემთვის რეალი უფრო ბოკა არის რა და მაგიტო ვერ მივიღე ბოლომდე რა რეალი ჩემთვის რა ჩემთვის ხა ზუსტად ვიცი პირიქით იმიტომ რეალი მან არის რაღაცა გარკვეული პარალელები ევროპა ოღონდ სხვა შორის არა რეალთან და ბარსელონასთან რაღაცით რივერი გავს იუვენტუსს რო შიდა ტიტულები მეტი აქვს, მაგრამ ბოკა გავს მილანს, რომელსაც შიდა ტიტულები ნაკლები აქვს, მაგრამ საერთაშორისო მეტი აქვს, 6 აქვს იმას. 6 ლიბერტადორესი აქვს ბოკას და 6 ჯერ წაგებული, ან 12 ჯერ იყო, რივერს აქვს 4 სულ რაღაც. ხო და აი რასაც მეკითხები არა პირიქით არასდროს, ეხლა ანა რაღაც თავს კი არ ვდებ, რომ აი როგორი პატრიოტი ვარ და რაღაცა და ელემენტარულად რო გავარდა რივერი აი გავარდნის ისტორიას მომყვები ეს ცალკე დრამაც არის დიდი სერია ეს არის რაღაცა ციკლი სერიალი და რო გავარდა უფრო მეტ თამაშს უყურებდი იმ პერიოდში რივერისას ქვედა ლიგისას ვიდრე წინა სეზონში დაუშვათ უყურებდი იმიტომ რომ ისეთ საშინლად თამაშობდა სანამ გავარდებოდა წინა სეზონში იქ ჯობდა რა და იმასაც ვერ იტყვი რომ აი გახსოვს კალჩოპოლის მერე იუვენტუსი რო დააქვეითეს ქვედა ლიგაში და 16 თუ 18 ქულა რო დააკვეს. ჩაყვა და დელპიერო მარტო ბუფონი ჩაყვა ხო? და ბუფო. და ისა, რა ქვია, -16 თუ 18 ვერ ვიხსენებ ახლა. ამის მიუხედავად უკვე სამ თვეში უკვე ყველა მიცოდა რომ იუვე ბრუნდებოდა. ესე არ იყო რივერი ქვედა ლიგაში. 15 მატჩი მოიგო მიყოლები თუ 16 აღარ მახსოვს. ხო. ანუ ცხადია იუვენტუსი კლასით რა თქმა უნდა სერია ბ-ს გუნდებსთან შედარებას არ შეიძლება, მით უმეტეს ეს ლიდერები რო დარჩნენ, ხო? და რივერშიც ვიღაცები დარჩენ კი არა, აი ეს რო გავარდა რივერი, ძალიან ბევრმა ყოფილმა ფეხბურთელმა დავბრუნდებით. ანუ აქ უკვე ის კი არ იყო რომ კაი კონტრაქტი მაქვს, მაღალი ხელფასი გადამიხადე, იქ დამასვენი, იქ არ ვითამაშებ, იქ ვითამაშებ, ეხა როგორც მოინდომეს ვიღაცეებმა და არა მარტო იქ კავენაგი დაბრუნდა, იქ ძალიან ბევრი ისეთი ფეხბურთელი დაბრუნდა, რომელიც წასული იყო და დევიდ ტრეზეგე გამოთქვა სურვილი. ანუ ესე არ იყო რომ ვაიმე მოდი ვინმე ვნახოთ და აბას ვინმე ვეტერანი. არა, ტრეზეგემ გამოთქვა სურვილი, იმიტომ რომ ტრეზეგე ანუ იდეაში არგენტინელია ტრეზეგე და იქ დაიწყო თამაში და მე საფრანგეთის ნაკრებში მოხვდა, იმიტომ რომ ნახევრად ფრანგია, ნახევრად არგენტინელი რა. და ყოველთვის ხას უსვამდა სხვათა შორის, რომ აი არგენტინის მიმართ თავის სიმპათიებს და იმას და რივერ პლეიტშიც მე რივერი და სხვაგანაც კიდე ითამაშა. ხო და აი ამასაც კი უყურებდი ყველა თამაშს, ყველას ახლა ცხადია ვერ, მაგრამ უმეტესობა თამაშებს, განსაკუთრებით პრინციპულ თამაშებს და რეალურად ბოლო ტურში გაინაღდა რივერმა პირველი ადგილი. ანუ 4-ში მოხვდა, მაგრამ ორი გუნდი პირდაპირ გადადიოდა და ორი პლეი-ოფით. და ბოლო 5-6 ტური იყო, აი სულ ძალიან ჩაძაბული სიტუაცია იყო. იქ იყო კილმესი, იქ იყო როსარიო სენტრალი, რომელიც თავის დროზე არგენტინის ჩემპიონები არიან ორივე და კიდე ერთი ინსტიტუტო იყო გუნდი, შედარებით ახალი გამოჩენილი და აი ძალიან აწვალებდა სულ ყველა. მართლა იდგა ესეთი კითხვა 4-5 ტურით ადრე სეზონის დამთავრებამდე რომ შეძლებს კი რივერი, იმიტომ რომ ანუ პირდაპირ გასვლას თორე 4-ეული გამოიკვეთა ძალიან მალე. მოუწევს თუ არა პლეი-ოფით დაბრუნება და დაბრუნდა რა. მაგაზე ერთი პატარა ძალიან ისეთი ისტორია გამოვიდა ბოკა და რივერი ახლა ხო ხტები რაც არის და ერთხელ მე და ტატო ბაციკაძეს ჰქონდა მაგაზე საუბარი და ნუ ტრადიციულად ახლა თქვენ რა მოგიგიათ, ჩვენ რა მოგიგიათ და მეუბნები რომ მე რივერს აქ ერთ ტიტული რომელიც თქვენ ანუ ბოკას არასდროს მოგიგიათ. ნუ დაიწყოთ ლაიქ ეკოპა სუდამერიკანა რაღაცა, ყველაფერი აქვს იმათაც მოგებული. აი მეთქი დაუკვირდით და ის ტიტული აქვს მოგებული, რომელსაც გისურვებთ რომ ოდესმე მოიგოთ მეთქი. საერთოდ ვერ მიხვდეთ რა მოიგეთ. მეორე დივიზიონი. ქვედა დივიზიონი, ანუ უსურვებ ბოკას რომ გავარდეს და მოიგოს, იმიტომ რომ ჩვენ ეგ მოგებული გვაქვს, მაგათ არა.
აი შენთვის რა უფრო მტკივნეული იყო გალიარდოს წასვლათო დესენსო 2011-ში? გალიარდოს გასგულისხმობ, ანუ გავარდნა თუ გალიარდოს წასვლა? არა, გალიარდო რო წავიდა ხომ მობრუნდა მერე. ხომ არა ის პერიოდი იყო ძალიან რთული. ცალკე თემაა, იმიტომ რომ გალიარდომდე არ უნდა მისულიყო საქმე, ან გალიარდო რაღაც ამწვრთნელო ის კი არ ქონდა დიდი გამოცდილება. ან მთელი ამბავი იყო, რომ როცა პრეზიდენტი გახდა პასარელა. ვისაც ახსოვს პასარელა მწვრთნელი ნაკრების, ყველას ემახსოვრება, რომ რატომღაც გართულება ქონდა გრძელ თმებზე. ვინც არ შეიწვევს თმებს, ის არ ითამაშებს. და რაღაც ანუ აი კაუდილიო რა პარიკმახერს და იმებს ეძახდნენ მე მაგას. ხო და ნახე ორი კაპიტანი არგენტინის, ხო? პასარელა პირველი სოფლიო ჩემპიონი, მარადონა მეორე სოფლიო. ორივე გენიალური ფეხბურთელები მოედნის გარეთ. მარადონა ძალიან პატიოსანი იყო ხა ყველა ამსოდით ხა ის. იგივე აღმოჩნდა პასარელაც, იმიტომ რომ გახდა რივერის პრეზიდენტი. თქვა, თან მანამდეც ორჯერ იყო რივერის წვრთნელი, იყო იმის რა ქვია, ნაკრების წვრთნელი, ანუ ადამიანს აქვს გამოცდილება და პრეზიდენტი გახდა და იდეაში მაშინ ბევრი იწერებოდა რომ ეს წვიტავს ვინ დააყენოს ვინ არა. კი, ერთი მწვრთნელი გაუშვა, მეორე გაუშვა და მოიყვანა ხოტა ლოპესი, ეგეთ ფეხბურთელი, რომელიც თავის მხრივ რივერში ძალიან ბევრი ნათამაშები აქვს და რივერის ფანებს უნდა უყვარდეთ, მაგრამ ამ მწვრთნელის ერთი თვისება ის იყო, რომ სამ გუნდთან ერთად არგენტინის უმაღლესიდან გავარდა. ანუ მის სამწვრთნელო კომპეტენციაში ეჭვი ყველას გაუჩნდა და მაშინვე ითქვა, რომ ეს ფიგურა პასარელას ჭირდება, იმიტომ რომ თვითონ დააყენოს იქ ფეხბურთელები, თვითონ უთხრას ის გამოცვალეს დააყენე და ეს უნდა რაღაც ფორმალურ ფიგურად, რომ აი ხოტა არის მწვრთნელი. ხო და შედეგი ამას მოყვა ის, რომ ბოლო 7 თამაში გუნდმა აიღო 4 ქულა. 7 თამაში, აი 21-ის ნაცვლად აიღო 4 ქულა. თლა თუ არის, ბოლო 3 თამაში ჭირდება და 3 ქულა და ვერ აიღო 3 ქულა. იმასაც ვერ იტყვი, რომ ბოკას ხდებოდა, რასინ ხდებოდა, ვიღაც ყველასთან კარგავდა ქულებს. ამით არ დამთავრდა ეგ. პლეი-ოფში მოხდა. ანუ მე-17-ზე გავიდა რა. მე-18 ესე ბოლო ორი გუნდი გავარდა ავტომატურად, ვინც იყვნენ მაშინ და ეს მოხდა ბოლოს წინა ადგილზე გასავარდ ზონაში. ნუ იქ მთელი ამბები იყო, მაშინ ჭორები გავრცელდა, რომ რივერი რო არ გავარდეს, არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია აპირებს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდას, მე ეძახდე, რომ ვიღაცას მოუძებნიან რამე ორქულიან სასჯელს, რომ ის რივერის ქვემოთ მოხდეს. არაფერმა ეგეთ ჭორები საბოლოო ჯამში არ გამართდა და პლეი-ინში თუ პლეი-აუტში ხდება ბელგრანოს. პირველი თამაში 2-0 წააგეს, მეორე თამაში კარგად დაიწყო, ეგრევე მეხუთე წუთზე გოლი გაიტანეს, მერე პენალტი დაიდო, ააცილეს პენალტი, 1-1, 2-0 და გავარდა ეს შენი რივერი. ხო და ეს ძალიანად ბრალდება პასარელას. თუ მარადონას მე პირადად ხო, ნუ წასულებზე ხო, კაცამობენ არაფერს, მაგრამ ნუ მარადონა ჩვენიანია შეიძლება. 2010-ის ნაკრები არგენტინის მე პირადად მიმაჩნია, რომ არგენტინის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეიძლება ყოფილიყო. აი მე არ მომწონს ეგრე ბოლომდე. არა, მაგრამ ნახე შემადგენლობა იდეალური ყავდა მაგაზე არ ვიცი. ხო და ჯერ სანამ მიხვალ შემადგენლობამდე 2010 წელია ტრიპლი მაურინიოს ხელმძღვანელობით ინტერის იტალიის ჩემპიონობა, იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა, თან ესეთ მარტივი ჩემპიონთა ლიგა კი არ იყო. ვის მოუგე მონსტრ, აბსოლუტურ მონსტრ. ბარსელონა გააგდეს და როგორ სახში 1-0 აგებს 3-1 და მე იქ ნუ ის კი წააგეს 1-0, მაგრამ უკვე აღარ აინტერესებდათ. და მაიერს მოუგეს, ასევე ძალიან ძლიერს. და ეს 4 არგენტინელი ვინც აქ თამაშობდა, ხო? ვალტერ სამუელი, ესტებან კამბიასო, დიეგო მილიტო და ზანეტი, რა თქმა უნდა. ზანეტი და კამბიასო არ წაიყვანა. ეხა ისევ და ისევ მე რა ვიცი მარადონა რაზე ფიქრობდა, მაგრამ მოარული ჭორებით რაც იბეჭდებოდა, რომ აი თელი ზიზღი მარადონას რაც ქონდა ინტერის მიმართ თავის დროს, როცა ის ნაპოლიში თამაშობდა, ეს გადმოიტანა. ნუ სხვა ვერსიებიც არის და უარესები სხვათა შორის.
დავანებოთ თავი. ნუ შეხედა ზანეტი, სხვა შორის ესეც არ არის, რომ ზანეტის არ უძახებდა ნაკრებში. როგორ არ უძახებდა? ბოლივიაში 6-1 რო წააგეს, იქ იდგა. სამცველიანი სისტემა გააკეთა, ბოლივიაში ადის იმ რაღაცა 5000 მეტრზე. მე ზოგადად მეგობრებს ზანეტი რატო შეიძლება არ გამოიძახო თუ მას ორივე ფეხის აღი აქვს. ნახე, ცოტა ესეთი ის არის მომენტი. 2006-ში წვარ წაიყვანა პეკერმანმა თქვა ესეთი რაღაცა, რომ ზანეტი თუ სორინი. აი მე ხო, ნუ ისტორიამ გამოაჩინა ვინ არის, ხო, მაგრამ იმ პერიოდში მართლა იდგა ესე საკითხი, რომ ხუან პაბლო სორინი თუ ხავიერ ზანეტი. ამან თქვა, რომ აი ეს ორი ერთმანეთში ვერ დაალაგებენ. ვერც მოედანზე და ვერც გასახდელში და ვერც სასტუმროში ესენი ერთად ვერ აეწყობიან. ამიტომ მე მჭირდება ისეთი ლიდერი, რომელიც იქნება თავიდან ბოლომდე ლიდერი და ეს იქნება ხუან პაბლო სორინი. ცუდად ითამაშა თუ კარგად ითამაშა, მეორე ხარისხი ცუდად არ უთამაშია ნამდვილად, მაგრამ ის რომ აი ესეთ ფეხბურთელზე ამბობს, ნუ კაი, და ასე ვთქვათ, გავამართლეთ წყალებში. პეკერმანი, მაგრამ აი მარადონა რითი გავამართლეთ და კიდე კამბიას. ეს ორი ფეხბურთელი იყო შემოქმედი ინტერის იმ წარმატებისას ხებთან ერთად, რა თქმა უნდა, მაგრამ წაიყვანა სამუელი, რომელმაც თუ არ ვწდები, ერთი თამაში ითამაშა და მე ტრავმის გამო აღარ ათამაშა და მილიტოც გამოიყვანა და ვერ გაიტანა გოლი და მე აღარ გამოიყვანა. ეხლა ისეთი თავდასხმა ყავდა მაშინ. ეგ იყო აი მართლა საოცარი თავდასხმა, რომ ნახე მესი, აგუერო, ტევესი, იგუაინი, მილიტო და მარტინ პალერმო. პალერმო უკვე ათამაშებული იყო იქ ბოკაში და რა თქმა უნდა ის სუთა ადამიანური ფაქტორი იყო მარადონას მხრიდან. საერთოდ 6 თავდამსხმელი სოფლიო ჩემპიონატზე ვინმე მიდის თუ არა არ ვიცი. ბევრი 4 არც ქონდა არგენტინას. 5 ესეთი ყავს და პლუს პალერმო. გაიტანა სხვათა შორის. პალერმო ძალიან მნიშვნელოვანი გაიტანა მაშინ შესარჩევში პერუსთან. ერთი თრონს აგებდა. და გაიტანა იქ. ხო და ასევე სოფლიო ჩემპიონატზეც გაიტანა პალერმო. აი ამ 5 ფეხბურთელს იმ სეზონში ევროპაში ჰქონდათ 150 გოლი გატანილი. 5 ფეხბურთელს ლიგასაც გულისხმობ, ქვეყნის თასს და ჩემპიონატს. ნუ მესი რა ფორმაში იყო, აგუერო რა фორმაში იყო, იგუაინს ძალიან ბევრი გაქონდა, მილიტოც აგერ ტრიუმფატორი ჩემპიონთა ლიგის და სეზონი ჰქონდათ საერთოდ ჯერ მესიმ საერთოდ ვერ გაიტანა. ფაქტობრივად არ დაუსვენია არც ერთ იქიდან რა. პირდაპირ გადახო, ანუ მაგრამ როგორ რაღაცა იყო ის ახლა მე იმის გამართლებას არ მინდა რომ თქვა რომ რადგან ეგეთი სეზონი ჰქონდათ და ეგრე გადაიღალნენ მაგის გამო სოფლიო არ გამოვიდა. ყველა სოფლიო ჩემპიონატი აი 22-ის გარდა ეგეთი იყო. ხო და უბრალოდ რა არის იცი რომ ჩემი აზრით არ ყავდა მთლადის გუნდი ჩამოყალიბებული დიეგოს 2000-ში რაც მაგისკენ წავიდა. ხო, იგივე ოტამენდი ხო, აგერ რამდენი წელი გავიდა და ოტამენდი სადაღარ ეთამაშა. ხო და შემცველიც არ ყავს რეალურად ეგ არის პრობლემა. თამაშა აგერ ბენფიკას ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა და ოტამენდი სათამაშებდა მარჯვენა მცველად და პირველი გოლი თან როგორ იყო ხო ჯგუფში 3 თამაში მე იქ მის არ აქია შენურად მიდის არგენტინა კარგად მიდის აი უტევენ ესა ისა მაგრამ პირველიო ძლიერი გუნდი გერმანია და ნუ 4-0 თან ოტამენდის შეცდომა როგორ დავაბრალოთ ახალგაზრდა ფეხბურთელის რომელსაც ათამაშებენ თავისთვის თან ცენტრალური მცველია რა ხო მაგას ვამბობ და დადგები იქო რა ხო და მაგის მხრიდან გავიდა პირველი გოლი საერთოდ კიდე არგენტინის მინუსი და სამხრეთული გუნდების ეგ არის რომ თუნდაც სუს გუნდთან პირველ გოლს რო უშვებენ უჭირთ მერე ამას მერე მეორე გოლი მოყვა და მერე ნუ იქ დემიჩელისიც ხო გერმანია ბრაზილია შეგვიძლია გავიხსენოთ მაგას ამდენს გინდა საერთოდ ახლა არ ვამბობ ჩილეზე და ურუგვაიზე და ეგეც ძალიან მძიმე გუნდებზე რომელიც იმ თავით დაცვას კარგად იციან და შეტევას გამოსდით, მაგრამ არგენტინა, ბრაზილია თუ უშვებს თავიდან გოლს, ძალიან უჭირთ. არა თუ თავიდან უშვებს აგერ არგენტინას, რამდენი თამაშია, 2-0-თან მარტო 2-0 წაუყვანია და ბოლომდე ვერ მიუყვანია, ხო? საუდის არაბეთის ფინალი 86-ის პირველი 2-0 იგებ და 2-2. და მე ბოლო წუთებზე 3-2 დამთავრდა. ეს არის შენ ვინგონი არგენტინის ყველაზე დიდი მტერი სოფლიო ჩემპიონატებში. ჩემს ეგეთი არის გერმანია რა, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად ესე თქვა წაგება რა ვისანის გონია გერმანია იყო რა. ნუ ხო, საერთოდ არგენტინა, გერმანია უნიკალური დაპირისპირება, ერთადერთი ფინალი. ერთადერთი 14-ში იყო 18-ში ხო მაგას ვიხსენებ. 14-ში ხო 18-ში. ერთადერთი წყვილია, რომელიც სამჯერ განმეორდა მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში 86, 90, 2014.
სამივეჯერ მინიმალური სხვაობით, სამივეჯერ ძალიან ძიმე და მეტნაკლებად თანაბარი თამაში. ეხლა რამდენიც არ უნდა თქვა, რომ 90-ში გერმანია ბევრად ჯობდა არგენტინას. 14 ჩემს არ გაუმართლა, ქონდა შანსი და 90 მე ხო, არ მაქვს ნანახი არ ვიცი და მაგ 90-ში ჯობდა რა თქმა უნდა გერმანია, მაგრამ ისე არა რომ ვაიმე ეს თამაში და იმ პენალტზეც დღემდე აკამათი კი ორივე გაძევება არგენტინელების იყო სამართლიანი, მაგრამ აინც ეხლა რო ჩახედა 9 კაც მოუგეს პენალტით, მოდის აუცილებლად ეგ იდეები. ხო, სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ზედიზეთ, თან 86-ში რა სამწვრთნელო შტაბიც იყო და შემადგენლობის დიდი ნაწილი ორივე გუნდში თითქმის იგივე იყო, ხო? ბილარდო იყო იქა, ბეკენბაუერი. ხო და პლუს განმეორდა ეს ყველაფერი 2014-შიც. აი ბილარდო რამდენად მოგწონდა? ნახე არგენტინაში არის აი ესეთი თუ ეკონომიკაში სოფლიოში არის მემარჯვენე, მემარცხენე, იქ არის მენოტის და ბილარდისტა. აი ძალიან რატომ ახსოვს ხა მეგეთყვი რა შენ არ ვიცი რამდენად გახსოვს, მაგრამ ქართულ მედიაში აი ლელოში და იმაში რამოდენიმე როგორ თქვა აგენტები ჩალიჩობდნენ რომ ბილარდო ჩამოიყვანათ რა. ერთ პერიოდი არ მახსოვს ან ქეცბაი ან ცხადაძე რომ მიდიოდა მაგ პერიოდიდან მახსოვს რომ ბილარდო ოღონდ როგორ შეუძლებლად ეწერა კიდევაც ის რომ აი 100%-დან 1.9% არის იმის შანსი რომ ბილარდო ჩამოვიდეს, იმიტომ რომ ბილარდოს უნდა სული თავისუფლება. ეგ ვიცი, ანუ იმის იქით უბრალოდ არ ვიცი ბილარდო რა საკეთებდა და უბრალოდ მახსოვს რომ ძალიან უნდათ რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გახდა, მოდი რატო არ ბილარდო არა, აი მაგ პერიოდში მე საერთოდ მახსოვს ჟოზე მაურინიოზეც იყო ლაპარაკი. საბოლოო ჯამში არგენტინელი ჩამოიყვანეს, ხო, კუპერი, ხო, მაშინ. კუპერიც უფრო ბილარდისტაა. ანუ მიდგომა არის ესეთ მარტი, ხო, ლაღი შემტევი, ბევრი გოლის გამტანი, ასევე ბევრი გოლის გამშვები მენოტისტა და კაცრი ორგანიზებული, აი ხისტი დაცვა, ნახევარდაცვა, თავდასხმენი უკან უნდა ჩამოდგა. ანუ ის ტრენდი რაც იყო ევროპაში, ტოტალური ფეხბურთი, ოღონდ რაღაც პერიოდის დაგვიანებით, ხო? და სულ ეს ბრძოლა არის, რომ მენოტის და ბილარდის და ორივეს თავის პლუსი აქვს რა. მენოტის არგენტინა იყო, რომ გავარდებოდა წინ, ძალიან შეიძლება ძალიან ბევრი გაიტანათ, მაგრამ ბევრსაც უშვებდნენ. 78-ში არგენტინა რო გახდა ჩემპიონი, საერთოდ მენოტი რომ მოიყვანეს მწვრთნელად არ ქონდა დიდი გამოცდილება, ურაკანთან ერთად ქონდა წარმატება და ცოტა საერთოდაც ჩაითვალა. თან ეს რა პერიოდია, იცი რომ 78-ში არგენტინაში ტარდება ჩემპიონატი, 78 აქ არგენტინაში არის ხუნტა გადატრიალებით მოსული და რომელიც რა დიქტატურა და ძალიან ცუდი სიტუაცია ზოგადად რა, სამოქალაქო უფლებები მთელი ამბავი და როგორც წესი დიქტატორებს ძალიან უყვართ დიდი ტურნირის ჩატარება და ამ ტურნირის მოგება. ხო და მაშინვე ითქვა რომ იმიტომაც გაკეთდა ამაზე აქცენტი რომ ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და აი მსოფლიოს თვალში იქნება არგენტინის ცუდი ამბები აი ამ ლაღმა ფეხბურთმა რაღაცა და ასე. ხო ხვდები როგორც არის და მაშინაც ესე იყო, ნახე რეალურად ხო, თლათ მასე ხა არ გამოდიოდა, მაგრამ მენოტის ერთ-ერთი ის იყო, რომ 5 შემტევით თამაშობდა რა. ცოტა ისეთ ნახევრად ხუმრობა იყო, არ შეესაბამება ვითარებას, მაგრამ ესე იყო, რომ ხუმრობა კი არა, ნახევრად სერიოზული ნათქვამი. 5-0-5-ით თამაშობდაო რა. თვითონაც აქვს რაღაცა მსგავსი ნათქვამი, ზუსტი ციტატა არ მახსოვს, მაგრამ 5 მცველი, არც ერთ ნახევარმცველი, 5 თავდასხმელი, იმიტომ რომ ამ 5 მცველიდან 2 რეალური ნახევარმცველი და აიწევს წინ, 2 თავდასხმელიც უკან ჩამოვა და დაეხმარება. რა თქმა უნდა ესე არ იყო ეხა იქ ჩვეულებრივი ნახევარდაცვა იყო, მაგრამ იდეა აი თუ მანამდე 4 წლით ადრე ტოტალური ფეხბურთი რინუს მიხელსი რო ყველა შეტევაში, ყველა დაცვაში რაღაც აი ამის არგენტინული ვერსია იყო. დღევანდელი გადასახედიდან ეხა რო უყურებ იმას, ის თამაში გეჩვენება უფრო ნელი, თავდასხმელებზე ზეწოლა ნაკლებია, მცველები უფრო რაღაცნაირად პერსონალურად თამაშობენ. რაღაცა სხვანაირი ფეხბურთია რა, ლამაზი და ისეთი, მაგრამ აშკარად შენელებულია. აი ბილარდოს დროს უკვე ბილარდომ გაითვალისწინა ის რაც 82-ში დაემართა მენოტის. ყველა ასპექტით 82-ის ნაკრები უნდა ყოფილიყო 78-ზე ძლიერი. რატო რომ კემპესი, პასარელა, ფილოლი უკვე გამოცდილი ისინი მსოფლიო ჩემპიონები. ამათ ემატებათ რამონ დიასი და დიეგო მარადონა, ხო? ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ძლიერი გუნდის გაძლიერება გამოდის, მაგრამ
ჯერ იყო და კი რაღაც ჯგუფში ჩარჩა და ნუ მერე იქ იტალიამ და ბრაზილიამ რა დღეც აყარეს გვახსოვს ხო ნუ იტალიასთან კიდე ერთადერთი შეიძლება იმით გამართლება რომ ძალიან ხისტად თამაშობდნენ იტალიელები როგორც წესი ეგრეა მაგდონის გუნდებში და იტალიასაც ეგ თვისება აქვს შირია ჯენტილე ნუ ძალიან ვერაფერი ვერ გააკეთეს და ნუ იქ ერთ ცნობილი კადრია რომ ოსვალდო არდილესი რომელიც სხვაშორის იყო პირველი ნომერი ერთიანი ეწერა აი ჩამოხეული მაიკით იყო ესე და საჩვენებდა რომ აი ნახე რას მიშვებიან ნუ აქვნაო რას გიშვებიან იგივე დღეში იყო მარადონაც და ამიტომაც წააგეს ეგ ორივე თამაში არგენტინამ ეს იყო აი ზარი რაღაც გარკვეულ წინათ რომ კარგი ეს რომანტიკული ფეხბურთი კარგია ეს ხუთ თავდასხმელი სირბილი წინ და უკან მაგრამ რაღაცა სხვა გჭირდება და უკვე ბილარდო კატენაჩოს ელემენტები რა თქმა უნდა ეხლა ვიღაცისთვის კატენაჩო ეს სალანძღავი სიტყვაა მაგრამ სინამდვილეში როდესაც გუნდი ან ნაკრები ან ვინც გინდა გარკვეული პრობლემები აქვს ორგანიზაციულ საკითხებში აუცილებლად ძალიან კარგი იქნება თუ ვიღაცა მწვრთნელი იმას კი არ იტყვის რომ მე ხუთ თავდამსხმელით გავიქცევი წინ ბრაზილიური რო არის ხო გავიტანე რამდენიც გინდა ჩვენ გავიტანთ უფრო მეც ხო აღარა ეგ დამთავრდა ეგ წარსულს ჩაბარდა მაგ პერიოდში განსაკუთრებით როდესაც მიდიოდა უფრო მცველების გაძლიერება გოლების რაოდენობა იკლებდა ნაკრებებშიც და შიდა ჩემპიონატებშიც ანუ ეს ის პერიოდია ესე ტალღურად ხო პერიოდულად რაღაც აცლებული სადაც თავდამსხმელები ძალიან ბევრი გააქვს აი მაგალითად მაგ ეპოქაში ვართ ხა მაგრამ ამის წინ 10 წელი ხო იყო რომ ამდენი არ გაქონდათ 90-იანებში ნაკლებ აი ზუსტად 80-იან წლები იყო ეგ რომ სოფლიო ტრენდი იყო რომ ჯერ დაალაგე რა აი მეკარე დაცვა ნახევარდაცვა და მერე შეუტია იმიტომ რომ ერთს გაიტან ორს გაგიტანე სამს გაიტან ოთხს გაგიტანე და ბილარდომ დაალაგა 86-ის ნაკრებზე ნამდვილად ვერ იტყვი რომ ეს ჩაკეტილი და კატენაჩოს და ასე შემდეგ თამაშობდა მაგრამ 90-ში უკვე მართლა თამაშობდა იმ ჯობი არ წავაგოთ ჯობი არ გავრისკოთ და არ წავაგოთ ვიდრე გავრისკოთ და წავაგოთ აი რაღაცა ისეთი შტაბეჭდილება მექნებოდა 90-ში თან დაიწყო ძალიან ცუდად პირველად თავის ისტორიაში არგენტინამ წააგო აფრიკულ გუნდთან კამერუნთან წააგო 90-ის პირველი თამაში იქ კი ორი კაცი გაუგდეს იქ კამერუნს საშინელი უხეშობები იყო იქ კანიჯას კი რაღაც ფეხი მოტეხეს ძალიან ისეთი უხეში და ხისტი თამაში იყო მაგრამ მაშინ რაღა უკვე შეეტყო რომ შემდეგი თამაში იყო საბჭოთა კავშირთან და მერე რუმინეთთან და რატო გავიქცეთ წი რატო რაღაცა როცა იმათთან საბჭოთა კავშირის მოუგესვაშეს მეორე შემთხვევა იყო სადაც მარადონამ ხელით ითამაშა ოღონდ ამჯერად კარში კარიდან კარის ხაზიდან გამოვიდა ნუ ითამაშა რა აი აქ მოხდა რუმინეთთან გააგორეს მშვიდობიანი 2-2 იმიტომ რომ ორივე საწყობდა ორივე გადიოდა და ნუ მერე უკვე იყო ბრაზილია ხო მერვე ფინალში ეგრევე და ანუ იქ უკვე არ გამოვიდოდა და რუმინეთთან მარცხიც აქვს რა მე როგორც მახსოვს 3-2 ხო კი 3-2 ძალიან აი ტოტენჰემი შემტევი და აღარ მახსოვს რა ერთი ყველაზე ლამაზი თამაში იყო ეგ იმიტომ რომ ძალიან სწრაფ მონაკვეთში გავიდა 3 გოლი ზედიზედ ტოტენჰემის მოთამაშე იყო ვინც გაუტანა დუბლი იმას აი ვერ არგენტინა ხო არა სხვაშორის კაი რუმინეთი იყო მაგ თაობაში იყო კაი რუმინეთი ზოგადად 80-იანები 90-იანები ტოტენჰემში თამაშობდა ბარსაში თამაშობდა სამდორიაში პარმაში კაი გუნდებში თამაშობდა ზოგადად რუმინეთი მართლა კაი გუნდი იყო ნუ აი ძალიან ისეთი არგენტინა აიღო და 3-2 მოუგო 3-1 იგებდა საერთოდ აი ხა შენთვის მაგალითად რა სანამისად დაუბრუნდებით ბოკარივერს იმიტომ რომ ძირთად მაინც ხა ჩვენთვის ბოკარივერის ის არის ხო მაგრამ არგენტინელები რა ყველასთან და ყველაფერთან რა აი შენთვის აი მაგალითად 14-ის 18-ის 22-ის აი ამ 3 იმიდან რა რო ავიღოთ მიუხედავად იმისა რომ 22-ში მოვიგეთ ავიღეთ თასი აუმართეთ და ყველაფერი აი 18 და 14-ის არგენტინა როგორი იყო რა მიუხედავად იმ წაგებისა რაც ქონდა საბოლოოდ ვერ აიყეს 2014 ნახე ისევ და ისევ მენოტის და ბილარდის და 2014-საც ეძახიან რომ ესო ბილარდის ანუ უფრო დაცვითი გუნდია რატო რომ პლეიოფში ერთი გოლი გაიტანა რეალურად გუნდმა რა ძირითად დროში გაიტანა ერთი გოლი მაგრამ ის რომ მესიმ 4 გოლი გაიტანა ჯგუფურში და ძალიან თავისუფალი ლაღი გუნდი იყო რა ჯგუფში აი ნიგერიასთან განსაკუთრებით ყველა წნეხი უკვე გუნდს მოხსნილი ჰქონდა ნებისმიერ შემთხვევაში პირველი ადგილით გადიოდა ხო და გაილაღეს ნიგერიასთან 2 გაუშვეს მაგრამ 3 ხო გაიტანეს ხო აქედან ეს რა ქვია 2 მესიმ
ჯარიმა და დიმარიას დარტყმის მერე რო დაამატეთ. ერთ-ერთი უმაგრესი გოლია მესის რაც გაუტანია. ხო, მაგრამ მერე უკვე ხო შვეიცარიასთან 0-0 დამატებით დროში მესი მისამ პასი დიმარიას და გაიტანა იმან. ერთი გოლი იგუაინის ბელგიასთან 0-0 ნიდერლანდებთან და 0-0 ძირითადად დრო გერმანიასთან. ანუ რა გამოდის, რომ პლეი-ოფში გუნდმა გაიტანა თამაშიდან ერთი გოლი მარტო იგუაინმა ის, რომელსაც რა თქმა უნდა ყველაფერში თავად დამნაშავე იყო, არის და იქნება პატივცემული გონსალო იგუაინი. მთლიანად მაგას ეტენება 2014-ის წაგება, რატო არ ვიციო. ხო და აი ამიტომაც ეძახია, რომ 2014 იყო უფრო ბილარდოს მხარე. აი ეს გაყოფილი. ჯგუფური კი ბატონო, ნახევრად მენოდი, მერე უკვე 2018-ზე ხო ლაპარაკი ზედმეტია, ეგეთ მე პირადად, ეგეთ სუსტი არგენტინა არასდროს არ მინახია. თავიდან სამპაული რო დანიშნეს, სამპაული ჯერ ერთი საიდან გამოჩნდა თვალსაწიერში, რომ ჩილეს ნაკრების მწვრთნელი იყო, რომელმაც კოპა ამერიკაზე არგენტინა დაამარცხა. ეგ ხო და მეც ეგ იყო და მეორეთ ერთთან სევილიაში იყო და რაღაცა იმ პერიოდში ისეთ მწვრთნელებზე იყო საუბარი არგენტინის ნაკრების მწვრთნელად. აი მახსენდება ბრაზილია რო იყო, აი შარშან წინ ტიტეს წასვლის მერე რა. რო აი საოცარი ქაოსი იყო. იქ ტატა მარტინო გაიქცა, მე ბაუსა ისა, ანუ არაფერს არ გავს ნაკრები და ამ სამპაულის რაღაცა მაინც აქვს ხელშესახები, რომ ამან ჩილესთან ერთად არგენტინას მოუგო კოპა ამერიკა. ნუ როგორ მოუგო ხა 0-0 და პენალტების სერია, მაგრამ მაგრამ ჩილე საის არ მწვრთნელის გუნდი არასოდეს არ ყოფილა. ჩვენს გარდაცემაში იყო როგორ არ იყო ორივე რაღაც ნაწილში მაინც ინდივიდუალური მანამდე უკეთესებიც ყოლიათ ხა სამორანო სალასი ხავდათ, მაგრამ ვერაფერი მოიგეს. მაგათ უნდათ როგორც ჩანს აი ბილარდის ტული მწვრთნელი და ეს მაშინ თან იყო სამი მეტნაკლებად ცნობილ არგენტინელ მწვრთნელზე იყო საუბარი, პოჩეტინოზე, სიმეონეზე, რომელიც მაშინვე ირიცხებოდა რა, იმიტომ რომ არ წამოვიდოდა არც ერთი არ მინდა. და ისა სამპაული და ყველამ თქვით მაშინ რომ ნუ აი არ გავს ეს კაცი დალაგებულს აშკარად გიჟია, მაგრამ ნუ აი იმას ხო ჯობია წინა და როგორც ჩანს ამის სიგიჟე პირდაპირ აისახა ნაკრებზე რა. არა, გადაწყვეტილებებზე თამაშის პერიოდში შესაძლებლობებს აკეთებდა საერთოდ კავშირში არ იყო. აი ეგ საერთოდ ესე ჩვენი გადმოსახედიდან ძალიან ძნელი სათქმელია, რა იცი შენი გასახდელში რა ხდება. იქნება რომ იძახი ის გამოიყვანე, იქნება ფეხი აქვს იმ კაც მოტეხილი, იქნება რაღაცა ცხვირი ტკივა, რაღაცა ხო არ ვიცი დეტალები. ან იქნება ნაჩხუბარია ვიღაც მეორე ფეხბურთელთან, ან იქნება ეს ორი ერთმანეთთან ვერ ეწყობა, ხო? შევეშვათ იმ მწვრთნელების კრიტიკას, მაგრამ ამ თვალსაზრისით, მაგრამ მანამდეც უკვე ბევრი იყო რა, ანუ ერთადერთი ის თამაში, რომელიც აი რაღაცა კი მომავალ მსოფლიო ჩემპიონს საფრანგეთს 3 გოლი გაუტანეს და აი მეოთხის ვარიანტიც იყო, მაგრამ სულ ეს იყო, მეტი ხო არაფერი. საფრანგეთმა რამდენიც მოინდომა, იმდენი ჰანდიკაპი გაინაღდა. კი, დიმარიას დარტყმა იყო, 2-1 არგენტინა წინ გავიდა და ის ხელშორის როგორც ჩანს ეს პერიოდი იყო რა, იმიტომ რომ მემორი აი ეს რომ პირდაპირ ჩემ შულს ეონები სანდროს 2-1-ზე. მაგრამ იმაში ვიყავით კაც, მე მახსოვს კიდევაც ას ვიყავით. არა, ეს ჩვენ სხვაზე ვიყავით, ეგ სახში უყურებდი, მაგრამ მაგაზე მაშინ არა, ჩვენ ვიყავით იმაზე, ხორვატიაზე ვიყავით. ხო, ხორვატიაზე ვიყავით. ხორვატიაზე ხო. და მაგაზე ვიცოდი რომ არაფერი კაი არ იქნებოდა და მე ჩემთვის წყნარად მარტო უყურე და 2-1-ზე დიმარიას გოლი ჯერ ბოლომდე გახარებული და გააზრებული არა გვაქვს და პირდაპირ ვიძახე, მაინც წავაგებთ. ყავს მოწმე, იმიტომ რომ არაფერი იმ გუნდში არ იყო, იმ მწვრთნელში არ იყო. ნუ აი მე უკვე ეს ხო გაუშვეს. მოვიდა სკალონი. სკალონი რომ ნახეთ 2019-ის კოპაზე იყო, აი ცუდი. არ ვარ არა, კაი არ იყო ნამდვილად. კოლუმბიასთან რო ჯგუფში აგერ, ბრაზილიასთან პრაქტიკულად უშ. კი, იქ ბრაზილიელები უხეშობდნენ, სავით ეს აი ხა ესენიც არ დააკლებდნენ, მაგრამ მოიგო რა იმ ბრაზილიამ, მოსაგებ თამაში იყო და მოიგო. და ნუ არ ჩამოგვიყალიბდა არავის მაინდა-მაინც რომ აი ლიონელ სკალონი თან გამოუცდელი მწვრთნელი როცა მოდის,
იცი რა, ეხლა ჩვენ რო ვართ შეჩეული ამ ჩემპიონთა ლიგაზე, ხო? აი ანჩელოტიმ 2 გუნდით მოიგო ჩემპიონთა ლიგა 3ჯერ, ჟოზემ 2 გუნდით მოიგო 2ჯერ, ფერგუსონმა მოიგო, აგე ლუის ენრიკე შევიდა იმაში სხვადასხვა გუნდით მომგები ჩემპიონთა ლიგის პატარა სია, სხვათა შორის 5-ნი არიან. აი იქ ვიღაცა, აი იქ ამას რო ხარ შეჩეული და უცებ რომ მესის, დიმარიას, აგუეროს, ნუ მაშინ ხო არ იყო ჯერ აგუერო რო არ ითამაშებ. აი ამასთან ფეხბურთელების ჩვენად მოდის მაგაზე ცოტა უფროსი ლიონელ სკალონი, რომელმაც რა მოიგო, სად ვიყო, არაფერი, ხო? თუმცა სანაკრებო იმაში არაერთი გვინახია ეგეთ, აი იგივე ბეკენბაუერი ვთქვი, ხო? 86-ის ფინალი, 90-ის ფინალი და მოიგო. ხო და აი სკალონი ჩემი აზრით არის ზუსტად შუაში, აი ეს რო ავიყოთ, ხო? იქ ვიღაც პოლიტიკაში თუ არა, მემარჯვენე, მემარცხენე, აქ თუ არის მენოტის და ბილარდის და ზუსტად შუაშია რა, რომ გოლამდე და სუსტ გუნდებთან არის მენოტისტა და უტევს ძლიერებთანაც, მაგრამ რო გაიტანს გოლს ან ორს, მერე ცდილობს ჩაკეტოს თამაში, რაც არ გამოსდის. სკალონის არ გამოსდის კი არა, ზოგადად არგენტინელებს არ გამოსდის და ძალიან ბევრ სხვა გუნდსაც არ გამოსდის, იმიტომ რომ დღევანდელი ფეხბურთი არის ისე შეცვლილი, რომ დროის გაყვანა ძალიან ის არის. აი ბევრს ადრე თუ შეიძლებოდა რომ 80 წუთი ბურთი გეგორავებინა და თამაში 1-0-ს იგებ 80 წუთი აგორებდა. აღარ გამოდის, იმიტომ რომ ბევრი მწვრთნელი აკეთებს აქცენტს მე 80 წუთიდან გავიქეცი მთელი ძალები საფრანგეთი არისო ეგრე. ნიდერლანდები არისო ეგრე. უგებდა იმ საუდის არაბეთს. საკმაოდ კარგად შემოუწრიალა არგენტინას. საუდის არაბეთს უგებდა. 2 გოლი. კი, ნუ ის საშინელი თამაშია დღევანდელი ვარით და დღევანდელი შეფასებით. ლაუტაროს 2 გოლიდან მინიმუმ 1 ჩაითვლებოდა, მინიმუმ. მესი თამაშგარე იყო კი ბატონო, მაგრამ ლაუტაროს არ ჩაუთვალეს 2 გოლი, ხო? მე ვიღაცა იკითხავს, რომ ეს არისო თქვენი საუკეთესო თავდამსხმელი, მე ვერაფერი ვერ გააკეთა. სასტარტო თამაში აშკარა აუთსაიდერთან 2 გოლს რო არ ჩაგითვლია, რომელიდან მინიმუმ 1 ჩასათვლელი იყო, ფსიქოლოგიურად გატყდა ეს ადამიანი. ამ დროს გამოვიდა მეორე თამაშიდან ალვარესი და გოლზე გაქონდა. ავტომატურად ლაუტარო და მე რაკაი სეზონი ქონდა, როგორ ვერ თამაშობ სოფლიოს ჩემპიონატს. აი ეს მოხდა რა. ეხლა აი უბრალოდ რო წარმოიდგინო, რომ ძალიან მაგარი გოლი გაიტანე ერთი, მაგარი გოლი გაიტანე მეორე და საჯი და ვარი არა, წარ დაისვენი. ცხადია რომ ძალიან მაგ ერთი ეგეთ კითხვა რა, აი თუნდაც ეხა რივერიდან PSG-ში მე მგონი გადასვლას აპირებს. არა, რეალში. არა, რეალში ხო, მასტანტოვანო და მეორე ვინც მახსენდება ეგეთი, რომელიც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეხლა მაინც ითამაშებს დიდ ფეხბურთს, ეგ არის გარნაჩო რა. აი გარნაჩოს იმედი დასაწყისში მქონდა, რომ ნელ-ნელა გამოჩნდება და ჩამნაცვლებელი ცოტა ზედმეტი სიტყვა არის ხა მესის ნაწილში, მაგრამ ადამიანი, რომელიც როგორ ვთქვათ, ახალგაზრდა ბევრი დიდი ინტელექტით, თავისთავად, საფეხბურთო ინტელექტით. ნუ აღარ არის ხა პრინციპში ეგ ისეთი ახალგაზრდაც, მაგრამ რასაც უყურებ გარნაჩო დაემსგავსა თავიდან ბოლომდე თავის კლუბს რა. ანუ იმდენად ჩაიძირა მანჩესტერში. არის ჩქარო მაგაზე, ნახე, აგე ხო ხედავ მანჩესტერიდან მაქტომინეი, რო ვიძახდი მაქტომინე გამოუშვებდა ბოლო 10 წუთი გოლი გაქონდა იუნაიტედში. მაქტომინეზე არ მქონდა მე ეგ. მაქტომინეი გადავიდა თუ არა ისა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მოგდევას რომ როგორც კი წავა მაქტომინე სხვა კლუბში, ეს ადამიანი ამოისმენს. პრობლემა არის ხო კლუბი. რაღაცა არის რა ფეხბურთში, მე საერთოდ ძალიან მატერიალისტი ადამიანი ვარ, ვცდილობ ყველაფერს ახსნა მოუძებნო, მაგრამ აი ეს ფეხბურთში მიყვარს რაღაცა მისტიური რაღაცების მოგონება. რაღაცა ჭირს მაგ კლუბს. არგენტინას ჭირდა ნაკრებს. მესის ხელი, ეს მარადონას ხელით გოლის მერე, აი 22 წლამდე ვერაფერი, ხო? 2 კოპა ამერიკა. სულ 91 მეცის ხელი მიიღეო და ეხლა მეცის ხელი ხო იქ ვიღაცასაც აი ბენფიკაზე ხო ის ბელა გუტმანის წევლა რომ ხელფას მომიმატეთ და არ მომიმატეს მის მერე არაფერი საერთაშორისო არ მოუგე რამდენიმე ფინალში იყო წააგო ყველა და როგორც ჩანს იუნაიტედსაც რაღაცა ესეთი მისტიკური მომენტი ჭირს რომ თან ეხლა ოღონდაც რამე მოიგონ თორე ჟოზე მოურინიოს დროს რომ მეორე ადგილზე გავიდნენ და ევროპა ლიგა მოიგეს ეგ რა არისო კაც ეგ არ გვადარჩენ რომ მხოლოდ პირველ ეხლა ოღონდაც რამე მოიგონ
ძალიან ცუდღეშია გუნდი. ძალიან. მანჩესტერი ხა ჩემს სერანის გავლენაა ცოტა რთული. მეკარის მწვრთნელიდან დაწყებული ლამის ყველა ფეხბურთელზე გადადის. ეხა დღეს კი ანეკდოტად არის, რომ როგორ გაყიდა ინტერმა 50 მილიონად ონანა და იყიდა 5 მილიონად ზამერი და ისა სომერი და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და ეს ონანა შეცდომაზე უშოც, ხო? არა მგონია რომ 50 მილიონად იყიდებოდეს ის მეკარე, რომელიც არ ვარგა. აშკარად რაღაცა იქ რო წავიდა, მერე ცოტა წავიდა დაღმასა. 50 მილიონიც არ ღირდა ეხლა ონანა. ხო, არა, ონანას თამაშები რო გენახა თუნდაც ეხლა თავის ყოფილ კლუბში არ იყო ისეთი სტაბილური, როგორც თუნდაც ეხლა მანჩესტერში ბევრი სტაბილური არის ფეხი. ეს არის ძალიან ხმამაღალი ნათქვამი და ბევრი მანჩესტერის ძველი ლეგენდისგან, გულშემატკივარისგან კი არა, ფეხბურთელისგან გამიგია, რომ შენ ონანასთან პირდაპირ ეუნებია, ესე კი არა წერესა. შენ ხარ ამ კლუბის ისტორიის ყველაზე ცუდი მეკარე. 150 წელია კლუბი არსებობს და ვიღაცას რომ მაგას ეუნები, ესე იგი რაღაცაშია საქმე. და არ იყო მეთქი ესეთი ცუდი მეკარე ეს ონანა, არა. როგორც ჩანს ამ იუნაიტედში იმდენად არეულია შიგნით მენეჯმენტიდან დაწყებული ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა, მწვრთნელსა და სტაფს შორის ურთიერთობა, რაღაც გულშემატკივრებთან დაძაბულობა, იქ მენეჯმენტი, რომელსაც ძალიან ბევრს აბრალებენ, რომ გონზე არ არიან ფეხბურთის ეგენი ამერიკულად უდგებიან ესა ისა. უამრავი პრობლემა. ასე რომ გარნოჩე რო წავიდეს პირობითად, სიტყვაზე ვამბობ, აი რავი, პირველი ატლეტიკოში რო წავიდეს, სიმეონეს უნდა თუ არა, ეგ რასაც. ატლეტიკოში რო წავიდეს, დარწმუნებულია, რომ ბევრად უკეთეს სეზონს დადებს. ბევრად. ნაკრებზე რა გითხრა? ნაკრებში გარნაჩო შეიძლება იმიტომ გამოიძახეს, რომ არ ვიცი, რომ აი გარნაჩო ყავს და მოდი ვათამაშოთ თორე. არ ჩანს და გარნაჩოს ფათაშორის არ უყურებენ მაინდა-მაინც დიდი სიყვარულით, აი სამხრეთია მაინც რა. და ეს ეხა რონალდოს ფანია, ამ დროს მესი ცოცხალია და ჩვენია და ეს რონალდოს ფანი, რატო არ უყურებენ კარგად? იკარდის რაც დაემართა, ხო? იკარდი ხო ძალიან კაი ფორვარდი იყო, მაგრამ აი ეს რებიც გააკეთა მაქსი ლოპესის მიმართებაში. ნუ მად იყო ესეთი ნიუანსი, რომ კი, კაი ფეხბურთელია, ნაკრებსაც მოერგება, მაგრამ თანაგუნდელები არ უყურებენ. რამდენად მოგწონდა? ხაშურს კარგი ფეხბურთელი იყო, ნუ ალბათ მეტის მიღწევად შეეძლო, მაგრამ მახსოვს რომ მივიდა მან იმაში ბარსელონაში და ძალიან მალევე წამოვიდა. ერთადერთი არ დაგავიწყოს რა ბარსელონა იყო, ბარსელონა მაგარი იყო. ხაშურის არ მახსოვს ფინალში თუ ნახევარფინალში საგოლე პასი აქვს გაკეთებული. მე მგონი არა, ცუდი არის, უბრალოდ როგორი იყო, იცი? ცოტა ეხა ისეჟრებს რა, არა ფეხბურთულად, მაგრამ უფრო კარგი ვაწყობობა გონდა ვიდრე საბოლოო ჯამში ფეხბურთელი აღმოჩნდა რა. ხო, პიცოლის არჩევაც არ ცოდნია კარგი. მაგარი გამოდგა. ოდის არამ სუპერ კლასიკოზე გადავალთ, შევახსენებ ჩვენს მაყურებლებს, რომ ჩვენი გადაცემა იწერება Click Production-ში და სრულად უზრუნველყოფს ეს ტექნიკურად ჩვენ გადაცემას. ნებისმიერ ამის გადაღება თუ გინდათ, ეს არის პოდკასტი, გადაცემა, გარე გადაღება, ფოტო გადაღება, ნებისმიერი რამ შეგიძლიათ მოძებნოთ Click Production-ი, ჩვენთან აღწერაში ეწერება, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ, რაც დაკეთებენ ეს მშვენიერი ადამიანები. ეხლა მე მინდა შენ სუპერ კლასიკოზე კითხო. ყველაზე დასამახსოვრებელი სუპერ კლასიკო რომელი იყო? ფინალი 18? კი. არა, თან იცი რა, აი მოდი ორი სიტყვით მაინც წამოვყვეთ, რომ რა არის, რომ ერთი 15-20 წლის წინ ერთ-ერთ ფორუმზე დააწერა, რომ სოფლიოს ნომერ პირველი დერბი არის ბოკა რივერი და ნუ ძალიან დიდი კამათი, აა შენის არ გინახია, შენეს არ გინახია, შენის არ რატო ახლა? უამრავი გამოიტანეს ახლა. ხო იცი, ყველას უყვარს ტოპ 10 რაღაცა, სერიოზული გამოცემები მე. ყველგან წერია საფეხბურთოში ბოკა რივერი, იმიტომ რომ არ არსებობს ნუ Old Firm derby აბა რა არისო Glasgow-ს derby, ხო, Rangers-ი, Celtic-ი. ჯამურად მეტი ტიტულები აქვს, მაგრამ მეტი აბერდინმა მოიგო ბოლოს Ferguson-ი რო იყო იქ. მის მერე სხვა ვერ იგებს მაგას. ხო, კიდე იქ ითვლება, რომ ბელგრადის derby არის საშინელი, აი პარტიზანი რედსტარი ცრენაზე და კიდე ნუ სტამბოლშიო, მაგრამ სტამბოლს ვერ გამოყოფს, სამნი არიან და ასე რომ შე რო თქვა, რომ ფენერბახჩე ბეშიქტაშიო, გალათასარაის ეწყინება და გალათასარაი რო თქვა, ეს სამმაგი derby მართლა ნომერ პირველია და იწყება, რავი, 120 წლის წინ. აი როგორ დაიწყო, ხო? ორივე გუნდი დაარსდა ლა ბოკაში, უბანია.
ბუენოს-აირესის. სხვათა შორის წეღარო ვთქვი, რომ სხვანაირად წარმოთქვამენ ბუენოს-აირესელები რაღაც ჩვენთვის ცნობილ იგივე გალიარდო არის, გაჟარდო, ხო? არის იტალიური გავლენა არის, ახლა ცოტა უცნაურია, ხო, რომ არც ესპანურში არ არის ჟ, არც იტალიურში არ არის, ხო, ჟ, მაგრამ აი ამ ორი ენის კომბინაციით მიიღეს ეს ჟ. და ძირითადად ეს მოდის აი საპორტო უბნებიდან და მათ შორის ერთ-ერთი არის ლა ბოკა, რომელიც იყო ძალიან ბევრი იტალიელი ცხოვრობს, მათ განსაკუთრებით გენუელები. ხო და აი ესე მოხდა რომ ბევრი გუნდია ამ იმაში. ბოკა ხუნიორსი არის, რივერი ჯერ არის იყო, სხვათა შორის ესეთი ეს არის რომ რივერი არის ორი კლუბის გაერთიანება, ერთი იყო სანტა როზა, წმინდა ვარდი, ხო? ნუ როზა ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა სახელი იგულისხმება და ლა როსალეს, ანუ ვარდები, ანუ ერთი ვარდები, მეორე ვარდები გაერთიანდნენ და გამოვიდა რივერ პლეიტი. უკვე იმიტომ რომ ვარდი აღარ გვინდა ეთქობა სახელში ისედაც გვერქო და დინარე ლა პლატა რა. განსხვავებით ბევრი არგენტინული გუნდისგან ინგლისურენოვანი სახელი აქვს, ანუ ვინც ავრცელებდა, ვინც გაავრცელა ეს სპორტი იქა, იმათგან აიღო დინარე პლატა. და აი ეს ხა ეს 100%-იანი ფაქტის სახით თლათ ბოლომდე არ არის ცნობილი მილიონი წყაროში ზოგან ესე წერია, ზოგან ესე, მაგრამ ორ დიდ გუნდს ეს უბანი ვერ გაუძლებს. ვინც შევხვდეთ, ვინც მოიგებს, ის რჩება უბანში, ვინც არა წავა. იყო ესეთი ნათქვამი რა. ბოკა მოიგებთან, პირველი სუპერკლასიკო და კი შეიძლება ჩაითვალოს, ხო? რომელსაც რაღაცა ის ქონდა. არც ერთი არ თამაშობდა ჯერ უმაღლეს დონეზე და მოიგო ბოკამ, რივერმა ადგა და წავედით ჩვენ, წავიდნენ ჩრდილოეთისკენ, წავიდნენ, დასახდნენ ბევრად უფრო, ანუ სტადიონი აიშენეს უფრო კარგ უბანში, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს უბანი მაინც უფრო კრიმინალის და სიღარიბესთან უფრო ასოცირდებოდა და ამიტომაც ამათ შეერქვათ მილიონერი. ხო? ანუ მდიდრების უბანთან მოხდნენ. და რაღაც ესეთი ტრენდიც არის ბევრ ქვეყანაშია სხვათა შორის, ეგა რომ ღარიბების გუნდი, მდიდრების გუნდი. ეხლა არ ვეთანხმები მაგას, ძალიან უტრირებულია და სტერეოტიპებია, მაგრამ აი ესე გამოვიდა მაშინ, რომ ესენი არიან მდიდრები, მილიონარიოს და ესენი არიან ბოტეროს. ესენი ეძახიან ბოტეროს. სხვებიც თვითონაც ეძახიან ბოტეროს არის, ამდენადაც ვიცი, ნეხვის შემგროვებლები რა. მეტი რა უნდა ეხა რივერს, რომ თავის თავარ მტერს დაუძახოს ეგეც ნეხვის შემგროვებლები. ისინი ეძახიან ქათმებს ამათ, გალინა, ანუ გაჟინას. რატო რომ აღარ მახსოვს სან ლორენცო იყო თუ ურაკანი ვიღაცას უგებდნენ 2-0 და 3-2 წააგეს ის თამაში რა. და შემდეგ თამაშზე ვიღაც გულშემატკივარმა მოწინააღმდეგეს მოიყვანა ქათამი და გადაუგდო ამ რივერის, რომ აი ესა ხართო რა. იგებდით თამაშს ვერ მოიგეთ, ანუ კოხონესის გარეშე, აი კვერცხების გარეშე გუნდი ხართო რა, ანუ ქათამი. და მაგიდან შეერჩა. დისკვალიფიკაციაც რო გავიხსენოთ რა. აი შანიას ბოკა რატო ითხოვდა ეგ რეაქტიურად რივერის დისკვალიფიკაციას? გეტყვი ახლა. რატო ითხოვდა და შენაბობ მეორე ფინალს, ხო, რომელიც მადრიდში გაიმართა. ნუ პირველი თამაში იყო ბომბონერაზე 2-2. ძალიან კარგი თამაში იყო, როგორც საფეხბურთოდ, ასევე ტრადიციულად რივერი ბოკა, შეჯახებები, ჩხუბი, კამათი, ბარათები. მერე იყო შემდეგი ამბავი, რომ იქვის როლები რაღაც თავდასხმები იმაზე, გულშემატკივრებზე, რაღაცა და შესაბამისად ბოკას სრული უფლება ჰქონდა იურიდიულად მაგის მოთხოვნის. მორალურად მთელი მსოფლიო რო ელოდება, რომ აი ძალიან რო შევადაროთ. კი, მილანი იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის ფინალი ეგეთი ყოფილა, ჩელსი მანჩესტერ იუნაიტედი ყოფილა, მაგრამ აი რეალი ბარსა ხო არ ყოფილა ჩემპიონთა ლიგის ფინალი არასდროს და ალბათ ყველა მეც მაგრაվել როცა ჟოზე მოურინიო რო იყო რეალში და პეპ გვარდიოლა რო იყო ბარსელონაში, ორი სეზონი ნახევარ ფინალებში იყვნენ ესენი და ნუ აი ისე ხდებოდა რომ არ დაждდა ეს წვილი. არაფრით არ დაждდა ეს წვილი. რეალმა ერთხელ დორტმუნდთან წააგო, ერთხელ ბაიერნთან. თორე ხო წარმოგიდგენია რა, აი ალბათ ყველა იყო და რომ აი რეალი ბარსა ჩემპიონთა ლიგის ფინალი არასა. ხო და აი ეგეთი მოხდა იქა. ბოკა რივერი. ბოკა პირველ თამაში ორ თამაშად იყო რა. ბოლო რამდენიმე წელია რომ მარტო ერთი ფინალი აქვს. ყოველთვის იყო სახლში გასვლას. ხო და ისე
ფაქტები დაფიქსირდა იქ, რომ ბოკას ჰქონდა ამის მოთხოვნის უფლება და იქ მთელი ამბები იყო, რომ უსაფრთხოების გამო რივერის სტადიონზე ის ვერ მოვა ის მთელი ამბები გადაიდო და უკეთ ყველა ეხა იქ შეიძლებოდა რა, რომ გადაიდოს თამაში ერთი და არ ჩატარდეს თამაში, ჩატარდეს მაყურებლის გარეშე, მიენიჭოს პირდაპირ ბოკას რაღაცა. საუკეთესო გამოსავალი იყო ეს მართლა, სანტიაგო ბერნაბეუზე ჩატარდა და დაუვიწყარი ფინალი იყო, ძალიან მაგარი ფინალი იყო, ყველაფერი იყო, რაც უნდა მომხდარიყო. იქ ჯგუფებიც იყო ჭიდაობა, დამატებითი დრო იყო და ერთ-ერთი ალბათ ითვლება, რომ ლიბერტადორესის, კოპა ლიბერტადორესის ალბათ საუკეთესო ფინალი იყო. კი, თან ევროპაში ჩატარდა, ევროპაში მსგავს რაღაცა ხო, როგორც წესი შეიძლება პირიქით ევროპელებმა სხვაგან ჩაატარონ, რომ აი პოპულარიზაცია და აი ხალხი მოიდეს და ამ დროს ხდება, რომ პირიქით ისინი ჩამოვიდნენ ახლა და თან ესპანეთში, ესპანურენოვანი ქვეყანა, იმას იმდენი ფანი ყავს, იქ მარადონას გამო, იქ პასარელას გამო, იქ იმის გამო, იქ ამის გამო და ძალიან კარგი იყო ეგრე რომ მოხდა. ესე აი ახლოს არის ახლა რა კითხვაც მაქვს შენთან არგენტინის თამაში სადგირჩევნია ელ მონუმენტალზე თუ ლამბომბონერას ელ მონუმენტალზე ეგ არის სახლი ეს რა თქმა უნდა შენთვის არა მარტო შენთვის არა სახლი არის ბომბონერაზე არ ტარდება ბევრი თამაში და ნუ ძალიან ესეთი ინტრიგანი ფანების შეგროვებული სტატისტიკიდანაც ჩანს რომ ბომბონერა დიდად წარმატებული სტადიონი არ არის მონუმენტალზე პირდაპირ ქვია სახლი რა არგენტინის ნაკრების სახლი თან ეხა განსაკუთრებით რატო რომ ნუ გვახსოვს ყველას რომ ყველაზე დიდი სტადიონი სოფლიოში იყო მარაკანა ხო 200,000 ეხა ის 200,000-დან მინიმუმ 150 ფეხზე იდგა ალბათ ხო ჟერალებში და იმებში მაგრამ ითვლებოდა რომ მარაკანა ყველაზე დიდი სტადიონი მაგრამ 14-ის სოფლიო ჩემპიონატის ხო ჩატარდა რეკონსტრუქცია და შემცირდა იქ 200-დან ჩამოვიდა 75-ზე ხო და რივერის ბოლო რეკონსტრუქციის შემდეგ პირიქით გაიზარდა და 80,000-ზე მეტი ეტე 84-85 და მონუმენტალი დღეს არის სამხრეთ ამერიკის ყველაზე დიდი სტადიონი. აი ესე გამოვიდა. ცხადია რომ 40,000-იან ბომბონერაზე რაც არ უნდა კაი ატმოსფერო იყოს და რაც არ უნდა კარგად ღეროდნენ. ხო, თან ბომბონერაზე ხო იცი როგორ დახტიან, სამზარებს ეს სტადიონი. ვიბრაცია ძალიან მაღალი და ფანების უიძახიან ხო ვინც იქ არის ნამყოფი რომ საოცარი განცდაა რომ შენთან ერთად სტადიონის დახტის და უფრო ახლოა მოედანთან და ამიტომ აი გულშემატკივრების ზერწოლა მოწინააღმდეგე ფეხბურთელებზე მაღალია მაგრამ მაინც მონუმენტალი იმიტომ რომ ელემენტარულად ორჯერ დიდია ეხლა ბოკა აპირებს ნუ გეგმა ეგეთი აქვს ყოველ შემთხვევაში 100,000-იანი სტადიონის აშენება უნდათ ნუ ნახოთ თუ აშენებენ და უფრო მეტი დაეტევა შეიძლება ნაკრებმა იქაც დაიწყოს თამაში. ხო, ისე აი ჯერ რამხელა გუნდი არის თვითონ არგენტინა და რამხელა რამე არის მისთვის რომ ანუ ეს მარტო ხა ჩვენთვის ზუსტად ვიცი არ არის აი ფეხბურთში ვინც უფრო ჩახედული ხა მე ფანის დონეზე ვარ მოდი ასე თქვა და ვერ ვიტყვი ხა ფეხბურთში ექსპერტი ვარ რა თქმა უნდა. უბრალოდ ჩემთვისაც მართლა ბოკა რივერი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დერბი რა. აი შეიძლება შედარებით წავიღო ხოლმე ისაც ოღონდ პერიოდებით, როდესაც ძალიან მაგარი რეალი და ძალიან მაგარი ბარსელონა იქნება, რომ თქვა რომ უკეთესია. თუ აი სტაბილური არის ორივე გუნდი, ვიტყვი ხოლმე ძირითადად რომ მაინც ბოკა რივერი მირჩევენ, იმიტომ რომ ეგ უბრალოდ თამაში, აი იმისი არ იყოს. როგორც არ არსებობს არგენტინა, ბრაზილია ამხანაგური, ისე არ არსებობს. ბევრჯერ ლამის ყოველ წელს არის რაღაცა საგამეფონე ტურნირებია, მოსამზადებელი ტურნირები, კომერცია. არგენტინაში ისე როგორც ბრაზილიაში, ოღონდ ბურთი გააგორონ და რაღაცა ტურნირის მოიგონებენ, რაღაცას, რავი, ვიღაცის სახელობის 100 წლის რაღაცა ბოლო იმიდან 27 წელი. მარადონას სახელობის ტურნირის ხო გააკეთეს ხა ბოლოს რაღაცა. კი, ერქვა იმ ტურნირს. იქ რაღაცა წინა სასეზონო სეზონის შემდგომი სუპერთასების ფლობელთა რაღაც ოღონდაც ფეხბურთი ითამაშონ და იმიტომ კი არ თამაშობენ რომ ეს თვითონ ფეხბურთელები მანიაკები არიან და დასვენება არ უნდა რაც არ უნდა იყოს იქ ხალხი დადის სტადიონს ოღონდაც იყოს ფეხბურთი. შესაბამისად, ბოკა რივერები ბევრი ყოფილა ესეთი, რომელსაც არანაირი არც ატურნირო მნიშვნელობა არ აქვს, არც არაფერი, მაგრამ ამ ხანაგური შეიძლება ის მწვრთნელებს ეუბნებიან,
ეს ეხა ამხანაგური თამაშია, ფეხი არ მოტეხო, თავში არ ჩაარტყა, მაგრამ მაინც ხდება იქაც რა. მე მახსოვს ამხანაგური თამაშებით, სადაც წითელი ბარათი იყო. ნუ სხვა გუნდებშიც ყოფილა, მაგრამ აქ სხვანაირად არ გამოვა რა. აი ბოკას რომელი ფეხბურთელი გინატრია რო რივერში ეთამაშა. სხვა შორის გაგო. ფერნანდო გაგო. ხო, გაგო რეალშიც გაიყო მაშინ. გაგო ძალიან მინატრია. და აი ისე რომ აი ეს რატო არის იქ და აქეთ რატო არ თან ბოლო წლებში არ იყო ნახე რიკელმეს მერე უკვე ნახდათ ვერ ნუ ეხა კავანიზე ვიტყოდი რომ ჩემი აზრით კავანი არანაკლებად მოუხდებოდა თუმცა ვერ ნახეთ კავანის თამაში ამ ტურნირს არც მანამდე მოუკლია მათ სხვა ჟორის თავი კავანის სიამოვნებით ის არის აი რიკელმეს მერე რივერში რიკელმენს იყო ჩემთვის ხა ეგეთ ფეხბურთელი არა რიკელმენ აიმარი ყავდათ ნუ აიმარი ხო თავი მე მაქვს ეგეთი კითხვა შენთან და დასასრულისკენაც წავიდეთ მარადონა ბოკა რივერზეც მე ბოკა მივალთ ისე რა თქმა უნდა სანამ გავალთ ბოლოში შენი მე ხა ყოველთვის ამხდებით რომ მარადონა მართლა ფეხბურთის ღმერთი იყო რა და შენი აზრით ღმერთი რა თამაშობდა ბოკაში მაგაზე ნახე ხო თქვი ხო ორი მარადონა არსებობს წვანე მოედანზე და მის გარეთ აი წაიკითხე მისი წიგნი მე ვარ დიეგო იოსოი დიეგო ხო და არის ესეთი რომ ეს რომ უკვე ყველა მიცის რომ აი საოცარი ფეხბურთელი იზრდება იუნიორია პატარაა მაგრამ ძალიან მაგარი ფეხბურთელი იზრდება პირდაპირ წერს რომ იქედან შემომითვალეს აქედან შემომითვალეს რივერი ეუნებოდა რომ აგიყვანთ რაც ხელფასი გინდა გადაგიხდი ტრანსფერი აი ეს პირობა გინდა ეს ოღონდაც ითამაშე ჩვენთან და პირდაპირ აქვს ნათქვამი რომ ჩვენ როგორც ღარიბები მეო ამის პარალელურად რა ხდება იციო სანამ ეგენიო რაღაც დიდფულებს ატრიალებდნო მე და ჩემიც მაკაცები რა ქვია წინდისგან ვაკეთებდით ბურთსო და იმით თამაშობდით და ღარიბების გუნდი ყველასთვის არა მანდაც იყო ზუსტად ეს დიეგო ხო მე ნელ-ნელა გავიგეთ რომ ესეთი მემარცხენეა რომ ფიდელ კასტრო თეთელი ამბები ჩე გევარა ხელზე ძმა ფიდელ კასტროსთან სტუმრობა და აი მემარცხენე იდეები რა ამერიკა ცუდი ქვეყანაა იაპონია ცუდი ქვეყანაა რა ნუ თლა უკიდურესობაშიც გადავიდე მე პუტინთან მოხდა ბევრი მემარცხენე ეგრე აგზელებს ხოლმე სამწუხარო ხო და მარადონას ძალიან უნდოდა რივერს ერთ ხელშესთავაზეს მეორე მესამე ეს თვითონ ასაწყება რა შეიძლება მეტიც იყო, მაგრამ მეო მინდოდა ბოკაო. იმიტომ რომ ბოკა იყო ჩემი ბავშვობის გუნდი, ბოკა არის ღარიბების გუნდი, ბოკა არის კაი ხალხის გუნდი, ისინი არიან მემარჯვენეები, მემარცხენეები, და ბოკას კიდე ფული არ აქვს. მანდის პერიოდია რომ ბოკას აქვს ფინანსური კრიზისი. მარადონა კი არა ვერავის ვერ ყიდულობს რა. და ამიტომაც არგენტინოს ხუნიორში მოხდა რომ აი იქნება აქედან მაინც ეხლა და ნუ მე მოხდა ბოკაში და ბოკამ რა გააკეთა ათამაშა წამოვიდა თუ არა ეს ბოკადან არგენტინოს ხუნიორსმა მოიგო ლიბერტადორის პირველად თავის ისტორიაში ეს მივიდა ბოკაში ითამაშა და გაყიდეს მე ბარსელონაში ანუ საბოლოო ჯამში რა გამოვიდა რომ იმ გუნდისთვის იბრძოლა მარადონამ და არ წავიდა რივერში, რომელსაც ძალიან მალევე გაყიდა მე რა. ესე ოდესმე გიღიარებია ბოკასთან დამარცხება, რომ ბოკამ სამართლიანად მოიგო? კი, როგორ არა იყო ეგეთიც, არა. ეხა როცა არ ვარ. იცი რა, ბოლო პერიოდში იმდენად ან ძალიან თანაბარი თამაშია, ან რივერი ჯობნის. აი ბოლო თან აი რახან სუპერკლასიკოზე ვლაპარაკობთ. ძალიან საინტერესო მონაცემებია ესეთი, რა, ნახე, რივერი გახდა 6-ზე დამთავრებული წელიწადი რაც იყო, გადიოდა ლიბერტადორის ფინალში. 66-ში გავიდა წააგო, 76-ში გავიდა წააგო, 86-ში გავიდა მოიგო, 96-ში გავიდა მოიგო. რა თქმა უნდა 2006-ში ყველა ველოდით, ვერ გავიდა. 2016-ში ველოდით, მაგრამ უფრო ადრე გავიდა 15-ში და მოიგო. ხო, რატო ვამბობ ამას, რომ 86-ში ჯგუფში ჩატოვა რივერმა ბოკა, სახში მოუგო გასვლა ფრე, როგორც ყველაფერი სამხრეთ ამერიკაში არის უცნაური ევროპელის გადასახედიდან, მაგალითად ევროპაში თუ პირიქით განთესვა ხდებოდა, რომ ერთი ქვეყნის ორი გუნდი აპაპაპა დავაშოროთ მეოთხე ფინალამდე არ შეხვდნენ რაღაც, ხო?
იქ არ იყო ეგრე, მაგალითად ლიბერტადორესის ჯგუფში 2 არგენტინული, 2 არ ვიცი, ეკვადორული გუნდი. მეორეში 2 ბრაზილიური, იქეთ 2 ურუგვაული. ხო და ბოკა რივერი იყვნენ ჯგუფში, ჩატოვა. შემდეგ უკვე 2015-ში რო ხდებოდა ეს ძალიან მაგარი ამბავია. ეს უნდა მოუყვე, იმიტომ რომ ზამბერმა არიცის და პირდაპირ წერია რომ 2015-ში გალიარდოს ხელმძღვანელობით რივერ პლეიტმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა, როგორ კოპა ლიბერტადორესი როგორ მოიგო? საშინლად თამაშობს რივერ პლეიტს. იმდენად ცუდად რომ მეთქი წააგონ, ეხლა რომ ერთხელაც თქვა რომ კოპა ლიბერტადორესი წელოვანელი დამთავრდა. ჯგუფში აქვს 1 მოგება, არა, ბოდიში 4 ფრე 1 წაგება. და ბოლო ტურია. ბოლო ტურში ხდება სახში ბოლივიურ გუნდს, მაგრამ არაფერზე არ ყოფნის, რომც მოუგოს არის პერუს გუნდი, რომელიც ფრის შემთხვევაში და მოგების შემთხვევაში გადის პირველ ადგილზე და არის მექსიკური ტიგრესი, მექსიკური გუნდი სამხრეთ ამერიკაში მოწეულია რა, ანუ ის არ არის მექსიკის ტოპებშიც არ არის, როგორც აი კონფერენს ლიგის ზონის გუნდია, რომ იქ ვერ მოხდა ჩრდილოეთის იმაში ჩემპიონთა იმაზე წამოვიდა აქ. მექსიკური გუნდი არის უკვე პირველ ადგილზე და უნდა ჩაფრინდეს პერუში, ეხა ფრენა ესა ისა. გაუშვა მეორე შემადგენლობა პერუში. ორჯერ აგებდნენ იქ. და ბოლოს 5-4 მოიგეს. და აი ამ 5-4-ით მოგების გამო რივერი გადავიდა მეორე ადგილზე. აღარ იყო თავის თავზე და მაგრამ ეს არის დასაწყისი. ძალიან მომწონს კოპა ლიბერტადორესზე, არავითარი წილისყრა არ იყო, ეხლა შეცვალეს, მაგრამ ადრე არ იყო წილისყრა. ჯგუფური ეტაპის მერე საუკეთესო გუნდი ხდება ყველაზე ცუდს, მეორე მე-15-ეს, მესამე მე-14-ეს და ასე შემდეგ. საუკეთესო გუნდი ვინ არის? ბოკა ხუნიორსი. ყველაზე ცუდი გუნდი ვინ არის? რივერ პლეიტ. 1 მოგებით გავიდა გუნდი, 1 მოგება 4 ფრე წარმოიდგინე. და ბოკამ თუ არ ვწდები 5 მოიგო 1 ფრე. ძალიან აი დაფრინავს. პირველი თამაში არის ბომბონერაზე 2015. მერვე ფინალი. პირველი თამაში არის ბომბონერაზე არ ბოდიში, მონუმენტალს. ჯობდა რივერი, მაგრამ ცხადია რომ მეორე თამაშია ჩასატარებელი. მეორე თამაშიც რო დაიწყო, პირველ ტაიმში აშკარად ჯობია რივერი, მაგრამ ისეც არა რომ აი ხა ამას გოლი ეკუთვნის, იმას არა. ჯობია რა, ხა ბომბონერაზე შენ თუ უფრო მეტჯერ დაარტყა, არისკენ, ხო? ჯობი ხარ. ეს მომენტია ხა. მოიგებს, არ მოიგებს, არ ვამბობ რა. სტუმარი გუნდი რომ თან ესეთი სტუმარი გიტევს და ველოდები ხა მეორე ტაიმი რომ უნდა დაიწყოს და დაგვიანდა. უცებ ხედავ, გამოდის რამდენიმე რივერის ფეხბურთელი, ზოგი ტირის, პირდაპირ გაგებით. აი ესე ცხარე წრემლებით ტირიან, ვიღაცას სახე აქვს უწითელი და გამოვიდა 11 კაცი კი არ გამოვიდა მოედანზე. 6 თუ 7 გამოვიდა. და არგენტინულ არხზე უყურებ რაღაცაზე და ეხა მაგდენი ესპორონ ნაღდათავრიცი რაღაცები და უცებ გაიჟღერა ეგ ბომბ ვაიმე მეთქი რაღაც ტერაქტი მოხდა რაღაცა ეხა პირველი რა მოგდის აზზე რა რო არიცი რა ხდება რომ სადღაც ბომბი აფექტა ტერაქტია და რივერელები ტირიან ამის გამო თურმე სანამ გაირკვეოდა რა მოხდა რომ ბოკას ფანი შევარდა წიწაკის სპრეით რივერის გასახდელში და ვიღაცეებს შეასხა ეს წითელი სპრეი, ის წიწაკის სპრეი და იმიტომ ტირიან ეს ძალიანაც არ ეტირებოდა პირიქით ალბათ ძალიან კარგად ხდებოდა რომ აწყობდათ ეს ამბავი, მაგრამ ნუ ვერ იკავებდნენ იმას. გაიწელა სიტუაცია, გაიწელა იქ რაღაცა მსაჯები, ორგანიზატორები ესენი და ბოლოს გაირკვა რომ აი ესე თამაში შეწყდა და 3-0 ჩაერთვალა მერე ბოკას წაგება რომ რატო აი რადონეზია რა ვინც ეს გააკეთა ეს ციცაკის სპრეის ხო ზუსტად იცოდა რომ ის გუნდს დაუწერდნენ დისკვალიფიკაციას მაგრამ არა აი სამაგიეროდ ის ალბათ თავი შვილიშვილებს მოუყვება რომ აი ის ფეხბურთელი ვატირე პირდაპირ გაგებით რომ რივერის ფეხბურთელები ვატირე მე და ნუ მე კიდე ძიმე თამაში ქონდა ერთი სახში წააგო ბრაზილიურ გუნდთან, მაგრამ მე გასვლაზე მოუგო და ფინალში ვის მოუგო, იცი რივერმა? მაგწელს. აი ტიგრეს მოუგო, ვინც გაიყვანა ჯგუფიდან. ტიგრეს არაფერი რო არ გაეკეთებინა. საერთოდ რო არ ჩასულიყო იქ პერუში. მაინც პირველ ადგილზე გავიდოდა და ლიბერტადორეს მოიგებდა, იმიტომ რომ ჩავიდა პერუში, მოუგო ხუან არაუჩ
თუ არ ვწდები გუნდი, მოუგო ამას, გაიყვანა რივერი ფინალში, მერე შეხვდა იმას ფინალში და წააგო 0-0 მექსიკაში, 3-0 მონუმენტალს. ანუ ეს ისეთი ისტორიაა ხალხო, რომ გუნდი სხვამ გაიყვანა ამ ჯგუფიდან, იყო ყველაზე ცუდი შედეგი. პირველი თამაშიდან წვილიდან გავიდა ისე, რომ არასაფეხბურთო იმით. მერე პირველივეში, ანუ მას კრუზეირო იყო თუ არ ვწდები, რომ კრუზეიროსთან წაგეს 2-0 სახში. და ნუ აი ეგ არის თქვენი რივერი იქიდან აბა ბოკასთან ციცაკის სპრეი რო არა ვერ გაცდებოდ. მოუგო მერე იმას გასვლა. და ესე გავიდა ფინალამდე და ბოლოს მოუგო იმ ტიგრესსაც რა. და ერთხელ კიდე შემდეგ სეზონშიც კიდე ერთხელ გააგდეს ბოკა და მანამდე კიდე ერთხელ გააგდეს სუდამერიკანადანაც პლეიოფიდან, ასე რომ 1000 შეხვედრებში საერთაშორისოში ბოლო აი 15 წლისა ერთნიშნულოვანი უპირატესობა აქვს რივერს მაგის. კიდე ერთხელ ყავთ საიდანღაც გაგდებული. სულ სხვათა შორის არის აი ხა რო იკითხონ ვინმე რომ უპირატესობა ვის აქვს? ძალიან ბევრი წყარო არის. ისე როგორც არგენტინა ბრაზილიის თამაშების. აი როდასერჩო და ეძებო ერთ 5 წყაროს იპოვი და განსხვავებული ციფრებია, მაგრამ აი ამ წუთისთვის ხო 92 მოგება აქვს ბოკას, 88 რივერს. სხვადასხვა წყაროებით 89, იმას 91, მაგრამ აი ეს 4 თამაშით ჯობნის ჯერჯერობით რა. ფრედს ერთი მაგდენი აქვს. წარმოიდგინე 300 თამაში, 250-ზე მეტი თამაში აქვს უკვე ჩატარებული. მაგრამ ტიტულებით ბევრი ტიტულოვანი გამოდის ეს რივერი. რივერს აქვს 38 ჩემპიონობა, ბოკას 35. რივერს აქვს 4 ლიბერტადორესი, იმას 6, მაგრამ ამას სუდამერიკანებით 73 ტიტული აქვს ჯამში. 73 ტიტული აქვს ჯამში რივერს და ბევრი ნაკლები, შეიძლება მეტიც კი აქვს ბოკას, იმიტომ რომ იქ ყველაფერს ტურნირს ეძახიან. ნუ აი მოდი ჩავატაროთ ვიღაცა არგენტინის დამოუკიდებლობის 120 წლის თავის ტურნირი და ეგეც ის არის. მოდი ჩავატაროთ ვიღაცა დამეგობრებული ქალაქის, ხო, ცხონებული ვიღაცა პრეზიდენტი გარი იმის სახელობის ტურნირი და თან ეს თუ შიდა ტურნირია, ერთ სიტყვაზე ჩილეს გუნდი ჩამოვა და საერთაშორისო ტურნირია უკვე, ხო? აი, სხვა შორის რაც არ აქვს ბოკას, რივერს აქვს ორი ისეთი ისა, რომელიც ბოკას კი არავის არ აქვს. სამხრეთ ამერიკაში აქვს ესეთი ისა, რომ ტრიპლი ესეთი გააკეთა, ევროპული ტრიპლი როგორ არის, ხო? 100 ჩემპიონობა, ჩემპიონთა ლიგა. ამას აქვს ესეთი, რომ ჩემპიონობა ლიბერტადორესი საკონტინენტაშორისო. 86-ში. 96-ში წააგეს იქ იუვენტუსთან. 86-ში მოგეს სხვა შორის რუმინეთი რა ხანახსენს სტიაუას. და 2015-ში კიდე ისევ სამხრეთ ამერიკული უცნაურობა რო არის, რომ მაგ 2015-ში რივერ პლეიტ იყო 3 საერთაშორისო ტიტულის ერთდროული მფლობელი, რომ სუდამერიკანა მოიგო, რეკოპა მოიგო, რეკოპა იქაური სუპერთასია რა. და ანუ სუდამერიკანა ჯერ არ იყო რაღაცნაირად ისე ხდებოდა, რომ ერთ წელიწადში ევროპული სეზონიდან ერთ წელიწადში იყო ორივე ტურნირი. შემოდგომაზე ის მოიგო, გაზაფხულზე ის მოიგო რა. და ერთდროულად იყო ევროპის მაესტრო შევადაროთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მფლობელიც იყო, ევროპა ლიგის და სუპერთასის ერთდროულად. უარესებიც მომხდარა იქ არგენტინაში, მაგალითად, ერთ სეზონში ორჯერ გახდა ჩემპიონი, იმიტომ რომ ტურნირიც მოიგო და მე პირველი ნახევარი ტურნირი რაც იყო, იმის გამარჯვებულსაც მოუგო და ეს ერთ კვირაში 2 ჩემპიონობა იზეიმეს და მთელი ამბები რა. ხოდა ეხა აი ამ ჩემპიონატზე იყო ცხადია მსოფლიო საკლუბოზე ესეთი ისა რომ ვინ უფრო კარგ შედეგს დადებდა რა. კი, ორივე ჯგუფში ჩარჩა, მაგრამ რივერს ის მაინც აქვს სათქმელი რომ მოყვარულთა კლუბისგან გოლი არ გაგვიშვია. იმ თამაშს შორის თვითონს არ გაუტანიათ. ბოკამ რომელიც გაიტანა, ისიც ავტოგოლი იყო, აი ეგრე მეკარე ძალიან არ შემწოდებია რამდენი ხანია რომ მეკარია მოყვარულია, არა პროფესიონალი არა, სადღაც მუშაობს, ხო? იქ გოლი ვინც გაუტანის, მასწავლებელი იყო, ეს რაღაცა სილამაზის სალონში თუ სადღაც მუშაობს და რომ დაარტყეს ბოკას ფეხბურთელმა, ბურთი ცდება იმისკენ, ხარიხისკენ მიდის და ამ მეკარე მეტყობა იფიქრა, გადავრჩიო და მოხდა ხარიხას, მოხდა აქ სადღაც და შევიდა კარში. შევარდა კარში, რა რომ ბოკამ ისე დაამთავრა ბოლო თამაში, რომ დამოუკიდებლად გოლი ვერ გაუტანა ოკლენდს და პირიქით ოკლენდმა გაუშვა აი ტრანსფერ მარკეტით მონაცემებით რო შეადარო, ნუ არის არ ვიცი.
ალბათ 100 ჯერ უფრო დიდი კლუბია, 1000 ჯერ უფრო დიდი კლუბია ფინანსურადაც და ისტორიით ხო არის და არის ბოკა. რივერმა თუ წააგო, აგე წააგო ვისთან, ინტერთან წააგო. ერთმა ბოკას ფანმა შემომთავაზა ესეთი გაправება, რომ თქვენ მაინც ჩემპიონთა თასის ფინალისტთან წააგეთო და იმათო ვისთან დაკარგეს გულები. აი ბოლო კითხვა მაქვს ირაკლი შენთან, რას ურჩევ ჩვენ მაყურებელს? თქვენ მაყურებელს ურჩევ კარგ სტუმრებს, რომელიც უკვე პროექტის ორგანიზატორების დამსახურება იქნება და საერთოდ სანამ კარგია რატო რომ ესე ვატყობ რომ ეს არის სუბიექტური აზრის გადაცემა, რომელიც რა თქმა უნდა ეფუძნება ობიექტურს და მოусმინონ ყველა მხარეს. შეიძლება ძალიანაც უყვარდეს ერთი გუნდი და მეორე გუნდის გულშემატკივარი იყოს შენთან მოსული, მაგრამ ყოველთვის კარგია რომ იცოდე იმის მხარეც. ყურადღებით მოусმინონ შენ სტუმრებს და დაალაიქონ და დააშიანონ. მადლობა. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ამით დამთავრდა. ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ირაკლი ჭეიშვილი, River Plate არგენტინის დიდი კომაგი და River Plate-ის დიდი კომაგი. მე კიდე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემა იწერება Click Production-ში, ტექნიკურად სულად უზრუნველყოფს ჩვენ გადაცემას. ეს უკარო სტუდიაა და მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შემდეგი გადაცემის სტუმარი უკვე ცოტა განსხვავებული კლუბიდან იქნება. კიდე ერთ დავამატებ იმას, რომ ცოტა როგორ ვთქვათ, არა ტრადიციული სპორტისკენაც გადავიხრებით, იმიტომ რომ UFC-ში იმდენი წარმატება იყო, რომ UFC-ზეც ვლაპარაკებთ, იმიტომ რომ ქართველებმა უკვე მეორე სატიტულო, ასე ვთქვათ, ბრძოლას მოიგეს, ილია თოფურიამ მორიგი წარმატებას მიაღწია. ოლივიერას რაღაც 2 წუთსა და მოთხოვზები 40 წამში გათიშა და აი ამ ყველაფერს მოკლედ ჩვენი როგორ ვთქვათ, შეფასების გარეშე მინდა რომ არ ჩაიეროს და შესაბამისი სტუმარის გვეყოლება შემდეგ გადაცემებში. დიდი მადლობა, დროებით ერთმანეთს შევხვდებით შემდეგ გადაცემაში.